მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენს გადაცემათა სერია საუბრებში გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, აკაკი მაქაცარია, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ქართული მითოლოგიისა და ლეგენდების, ასევე ადამიანი, ვინც ამზადებს ქართულ და საქართველოში გავრცელებულ აღჭურვილობას, აღკაზმულობას, რომელიც ფეოდალურ საქართველოში და გარკვეულწილად მას შემდეგაც და მანამდეც, ხო? მანამდეც, ხო ბრინჯაოს ხანაზე მუშაობ, რომ გავაცნობ ბრინჯაოს ეპოქის ბატონო. ასეთ საგნებს და ნივთებს ამზადებს და ჩემი აზრით უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და როგორც ჩვენი მეგობარი იყო და გიორგი მჭედლიშვილი აღმოჩენაში და თავიდან ასე ვთქვათ დანერგვაშიც. ამიტომ ამისთვისაც დიდი მადლობა. კი, სალამი და მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა ესე ლამაზად ჩამოყალიბებისთვის, რასაც საქმიანობ, მაგრამ ჩემი სამომავლო და საოცნო მიზანი არის, რომ აი ერთი პატარა წვლილი შევიტანო ჩვენი ერის რაღაცა გამოფხიზლებაში. შეტანილი გაქვს და მე დაწუნებული ვარ კიდე ბევრი მინდა. მოდი ჩვენ არ ვართ შეზღუდულები კონკრეტული რაღაც მცირე საკითხებით, ამიტომ დავიწყოთ საუბარი ზოგადად და მე გარკვეული კითხვები ჩვენს გვექნება, ალბათ რაღაცა მოსაზრებები ჩვენს გვექნება. მოდი მიმოვიხილოთ, აი ზოგადად აღვიწერე შესავალისთვის, სად არის ქართული მითოსი. რა თქმა უნდა, მე არაერთხელ გაგონილი მაქვს, რომ ეს ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ასეთი მითოსი და ასე ვთქვათ, წინარე თუნდაც ქრისტიანობამდელი ან სხვა მანამდე არსებული რელიგია ვერ იარსებებდა მხოლოდ თავისი, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ სივრცეში, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულობა თავისთავად ახასიათებს ჩვენსას, რომელიც ალბათ კავკასიის ნაწილიც არის. ძალიან დიდი განსაკუთრებულობა ახასიათებს, იმიტომ რომ ერთი რომ ჩვენ ვიყავით ისტორიის ეპიცენტრში, ამიტომ ევროპა, აზია სულ ჩვენ გადაკვეთაზე იყო და ეს ყველა გავლენა ეთყობა, როგორც ჩვენ ისტორიას, ისე ჩვენ კულტურას, რისი ნაწილიც არის ჩვენი მითოლოგია და ფოლკლორი. მაგრამ თვითონ ღერძი რაზეც დგას, აი ფესვები საიდანაც მოდის, როგორც ქართული ენა არის სრულიად უნიკალური და თავისი ოჯახი არის ენობრივი, ქართველური ოჯახი, ისევე ქართული მითოლოგია და ზოგადად აი კავკასიური მითოლოგიები, რომელიც აი სხვა ეთნოს და ნაციებს თავიანთი აქვთ ვარიანტები, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მონათესავები არიან, არის სრულიად უნიკალური, მაგრამ ძალიან დიდი გავლენით გარემო პირობების გამო, იმიტომ რომ აგერ ბრინჯაოს ხანი და მოყოლებული კიდევ უფრო ძველი პერიოდში შეგვიძლია გადავიდეთ, ეთყობა გავლენები, მაგრამ თვითონ ქართული მითოლოგია იმით არის უნიკალური, რომ ქართველი ხალხი ვართ უნიკალური, რომ ქვის ხანიდან დღევანდელობამდე იგივე ხალხი მოვედით, იგივე ხალხმა გავიარეთ განვითარება და ჩვენ ფსიქიკას ეთყობა ეს მითოლოგია არის იმ დროინდელი ხალხის ფსიქიკა, რომელიც განვითარდა, ეთყობა ძალიან კარგად, იმიტომ რომ აქვს მატრიარქალური რაღაცა მონადირე შემგროვებლის რაღაცა ელემენტები, აქვს ძალიან დიდი პირველი აგრარული ცივილიზაციის ელემენტები, რომლებიც ძალიან გამოყოფილი არის ქართულ კულტურაში და საერთოდ მივეკუთვნებით ამ დაკარგულ, მაგრამ უძველეს ცივილიზაციის პირველი მიწადმოქმედები, რომლებიც ევროპაში გავრცელდნენ და აქედან ანატოლია კავკასიიდან წავიდნენ, ევროპას მოედნენ და მერე ინდოევროპელები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ეგენის კავკასიელები იყვნენ, ეგენის წამოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან, გადაუარეს, დაიპყრეს ყველაფერი და ჩვენ შემორჩით აი ამ რაღაც უნიკალური კულტურის, თქვათ მითოლოგია, რელიგიის ენის ამ ყველაფრის რაღაცა უნიკალური მაგალითი და ამ მითოლოგიაში ეს ისტორიაც ჩანს და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ რამდენი სამწუხაროდ ბევრი არ შემორჩა, მაგრამ აი რაც შემორჩა, აი როგორც არქეოლოგები იპოვიან რაღაც დამსხვრეულ ვაზას და იმ ვაზაში ნელ-ნელა აწყობენ რაღაც ფიგურებით, ნელ-ნელა წარმოდგენა გექმნება რამდენად კომპლექსური და საინტერესო არის საერთოდ ჩვენი ყველაფერი რა ესე ვთქვათ, ენაც, კულტურაც, რწმენაც, ყველაფერი ძალიან უნიკალური არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის შესწავლა, არა მარტო ქართველებისთვის, როგორც აი ჩვენ რა თქმა უნდა შევიწავლოთ ჩვენი კულტურა, მაგრამ მსოფლიო კულტურის და მსოფლიო ისტორიის შესწავლისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი რასაც იყენებენ დღესდღეობით, რომ დაუწერელი ისტორია გაიგონ, იყენებენ მითოლოგიას და გენეტიკურ ანალიზს, რომ აი ეს რწმენა წარმოდგენები როგორ ვრცელდება, ეს ეპირსიტყვერება და ასევე გენეტიკა როგორ ვრცელდება. და ეს გენეტიკაც განუწყვეტელი გვაქვს ჩვენ და ეს მითოლოგიას აქვს ბევრი ჩაჭრები და აქვს ბევრი ანარევები, მაგრამ მაინც ესევე უწყვეტი არის და ეს არის აუცილებლად შესაძლებელი,
რომ შევიცნოთ ჩვენი რაობა. იმიტომ რომ რაც უფრო მეც სწავლობ, მით უფრო შოქში ვარ, რომ მართლა უნიკალური ხალხი ვართ. ოღონდ ეს ამას არ ამბობ რაღაცა საყმედოდ, აბსოლუტურად გეთახმები, აი ჩვენც ეხა რაღაცა ჩვენც ხო რაღაცას ვსწავლობთ, ვიკვლევთ მათ შორის რაცა პოლიტიკაში ვარ ჩართული, რაღაცნაირად გვინდა რომ ის რაღაც ღირებულებები, რომლისთვისაც ვიბრძვით, რაღაცნაირად დავინახოთ რა არის ჩვენთვის ორგანული, ხო? და კი, ანუ რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, ანუ რაღაცები ცოტა გსმენია, რაღაცები აი მოგსმენია და აი მოდი რა რაღაც ურაპატრიოტიზმად აღგვიქვია, მაგრამ აი რეალურად ხო მართლა სიღრმეში რო ჩადიხარ, აი მართლა ხედავ ბევრ ისეთ რაღაც უნიკალურ რაღაც, როგორ ამაზე ყოველდღე როგორ არ ვსაუბრობ თქოს რა. და კი, ანუ თან ის ობიექტური გარემოებაც არსებობს ხო, ეს ანუ გასაგები რომ მითოლოგია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ აი ეს კვლევა, რაც ბევრი საშუალება ეხა გაჩნდა და ანუ და გაჩნდა ანუ ახალი მეთოდები გაჩნდა ხო მე-20 საუკუნეში გაჩნდა ბევრი ტექნოლოგია და მე-20 საუკუნეში არავის არ აინტერესებდა ქართული მითოლოგია საბჭოთა კავშირის ქვეშ ვიყავით და ერთეული ადამიანები იყო რაღაც ინტერესები მაგრამ არ უშევდნენ ხო მაგას ვამბობ ვიღაც ადამიანები იყვნენ შენაირი ადამიანები ენთუზიასტები ყოველთვის იყვნენ მადლობა ღმერთს და ეხა ხო ანუ 35 წელია ვარ დამოუკიდებლები და ჯერ კიდე აი ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, ჯერ კიდე საკმარისი დროს, ენერგიას არ ვთმობთ იმას, რომ ხო რაღაცა გავიაზროთ ვინ ვართ, რა ვართ და როგორ მოვედით, იმიტომ რომ ხო მე მგონია რომ ეს დღევანდელობაზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს რა. იმიტომ რომ ხო როგორც შენ თქვი, აი ჩვენ რაღაცას ფესვია, თქვენ რაღაცას დავფუძნდით და იმის გაგრძელება ვართ და ის უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე, გვინდა თუ არ გვინდა და თუ დავინახოთ როგორც აი ადამიანის ფსიქოანალიზი ხდება რა. და რაღაცნაირად ის ბავშვობის რაღაცეებს ცდილობენ ამოიღონ და რაღაცა უპასუხონ იქიდან გამომდინარე დღეს რა არ მნიშვნელოვანი იგივეა ჩემი აზრით ადამიანების საერთო ისო და მითოლოგია ამ კუთხით ყველაზე განსაკუთრებულ როლს თამაშობს და აი სულ როდესაც საუბრობ წყაროების გვაქვს ძალიან ნაკლები ხო აი არ გვაქვს ფაქტობრივად გვაქვს აი მე-19 საუკუნის ბოლო მე-20 საუკუნეში ჩანაწერები ძირითადად აი სოფლებში მიდიოდნენ და იქ ადგილობრივები თავიანთი მონაყოლები და თავიანთი რაღაცა ბიძაჩემს ეს გადახდა მე ბაბუასგან ეს მაქვს გაგონილი მაგრამ ასევე გვაქვს შემორჩენილი ხელნაწერებიც რომლებიც აი ძალიან ესეთი არის აი თვითონ ეტყობა რომ იყო გაცილებით მეტი და ეს არის ზღვაში წვეთი მაგრამ ესეც ძალიან დიდი ნაწილია და კი ამირან დარეჯანიანიც აი მაგაზე ერთ-ერთი შემორჩენილი მითია ეს სრულ მეტნაკლებად აი მაგაზანად მითი არ არის ეს არის მითოსზე დაფუძნებული, ინსპირაცია აღებული ნაწარმოები, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ეპოსი, აი საგმირო სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელიც არის აი ძირითადად მაგდროინდელი ისლამური სამყაროს გავლენა, მაგრამ ეტყობა ქართული სულისკვეთ, აი როგორც აი ვეფხისტყაოსანშიც ნახსენები არის ხო თუ არსები მოსეხონელი რომ ერთ-ერთი წინამორბედი იყო შოთა რუსთაველის რომელმაც ეს სიუჟეტი შემოდი აი როგორ თქვა ჟანრასავით არის რა აი რომელშიც ამირან დარეჯანიანი და ვეფხისტყაოსანი ჯდება ოღონდ ვეფხისტყაოსანი როგორც ლიტერატურა და ხელოვნების ნიმუში უფრო წინ არის წარმოჩენილი და ეს მითოლოგიური ქაჯები და დევები იმდენად ყურადღების ქვეშ არ არის მაგრამ აი როგორც ევროპული ფენტეზი ხო ყველამ ვიცით რომ იქ ელფები, დვორფები, ტროლები რაღაცაები ეს არის გერმანული სკანდინავიური მითოლოგიის ნაწილი და ამ ამირან დარეჯანიანიც და ჩვენი ვეფხისტყაოსანიც ეს არის ქართული მითიური ეპოსი რა რომელიც დაფუძნებული არის ინსპირაცია აღებული არის რაღაც იქ ჩავსვათ დევების გამოქვაბულში არიან ვინ მოიტაცა პრინცესა ქაჯებმა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს გვიჩვენებს რომ ეს მწერლების წარმოსახვის ნაწილი იყო ამათმა შოთა რუსთაველი გინდა თუ მოსეხონელი გინდა ეს მაგათი ფანტაზიის ნაწილი იყო რა თქმა უნდა იყო ისლამური სპარსული ძირითადად აი შაჰნამეს გავლენა ეტყობა ორივეს რომელშიც ძალიან დიდი ნაწილი არის იქ ოღონდ დივები არიან ცოტა დიდი განსხვავების პოვნა დევსა და დივს შორის შეიძლება სიტყვაში არ არის მაგრამ პერსონიფიკაცია ძალიან დიდი სხვა არის და აი ქართულ ეტყობა ხოლმე რა რომ სპარსეთიდან რომ შემოსული არის მითები რომ ცოტა სხვანაირი ტიპაჟი არის მათ ჩაგირთავ შეკითხვას რომ ის რომ დევები ჩვენთან არიან უარყოფითი პერსონაჟები ხოლმე
გარკვეულწილად ხო ზოგჯერ ხო რაღაც ნეიტრალურები არიან, მაგრამ არის თუ არა იმის შედეგი, რომ ისინი ინდოევროპული წარმოშობის სახელის არიან და შესაბამისად ჩვენთვის ადგილობრივებისთვის ისინი არ იყვნენ ორგანული და შესაბამისად რაღაც უცხოა, რაღაც ისეთია, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს მითოშიც ასე ჩანს. აი ჩემი თეორია თუ არა დევების რაობა, ეს არის უფრო აი ჩვენ ძირითადად ვიყავით აი ირანელების მოქცეული, ეს იქნება სკვითები, სარმატიელები, რომლებიც ჩრდილოეთში მომთაბარებ, აი ოსები, რომლებიც არიან მაგათი ბოლო შტო და ასევე სპარსეთის იმპერია და ეს ირანი დღევანდელი ირანი ამ ორი დიდი კულტურის გავლენის ქვეშ ვიყავით და ამიტომ ჩემი პერსპექტივა არის რომ დევები არიან მოსული ახალი დამპყრობელი ძალის სიმბოლო და შეიძლება მოსული ახალი რელიგია რომელსაც არ მიიღებს ეს მთის ხალხი განსაკუთრებით ხევსურეთში და შავ ხევსურეთი მთიულეთი აქეთ არის შემორჩენილი ეს სიუჟეტი ღვთისშვილებისა და დევების ომი ხო მაგრამ აი თვითონ ზოროასტრიულში იქ დივები პირდაპირ მნიშვნელობით ეშმაკური ძალები არიან რომლებიც აი ქაჯებთან უფრო ახლოს არიან ცბიერები, გაიძვერები, მშიშრები რაღაც ისინი მაგრამ ჩვენთან დევები უფრო ქაოსის განსახიერება არის ცოტა უფრო კომპლექსური გმირები არიან რომ თავიანთი ბუნების გამო არიან მიდრეკილები რაღაცა რომ შია და შეგჭამს ანუ კი არ მზაკვარი არ არის ანუ გაიძვერები და ბოროტებით აი როგორც ქაჯი არის ეგეთი არ არის დიაზრიე ბევრი საჭმელი ჭირდება და კი აი დამჩაგვრელი მაგრამ თუ რაღაცა მოელაპარაკე განსაკუთრებით ქალებს დედების დედები არიან ხოლმე ვისაც აი გმირები მიდიან და შეუძლია რომ მოდი აღარ ვიომოთ ან შევრიგდეთ ან რაღაცა აი ერთი კითხვა მაქვს შენთან უბრალოდ მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც მოისმინოს მე მოსმენილი მაქვს როგორ დაიწყო ღვთისშვილების და დევების ომი როცა ადამიანის გადაწყვეტილებით და ეგ მინდა ეგ ამბავი გავიხსენოთ იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ ისტორია ჩემი აზრით ახლა თუ ყველა კარგად გავიაზრებთ მიხვდებით როგორ უნდა ვიცხოვროთ რა როგორც ერმა და როგორც ადამიანმა სად გადის აი ზღვარი ღირსებასა და გამარჯვებას შორის თუ გადის საერთოდ იმიტომ რომ თუ ღირსეული ხარ ბოლოს მაინც უნდა გაიმარჯვო რაღაც ესე საბჭოებრივ რჩება და ეგ ამბავი რომ გავიხსენოთ და ერთსაც დავამატებ უბრალოდ რომ მაყურებელს იმას აუხსნი რომ თქვენ უკვე ახსენეთ რომ აუცილებელია ჩვენი თავი შევიცნოთ და აღმოვაჩინოთ ის რაც დავკარგეთ რაღაც იდენტობებით წლების განმავლობაში მტრების შემოსევის დროთა და ჟამთასვლის გამო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა იკარგება ხოლმე და ეხლა არის უნიკალური დრო ყველა ტექნოლოგიების გამოყენებით მათ შორის და სხვადასხვა საშუალებებით რომ აღვიდგინოთ და გავიგოთ ჩვენ ვინ ვარ რატო გვიყვარს ვაზი რატო გვაქვს ღვინის კულტურა რატო ვაფასებთ სიმამაცეს და არა რაღაც ბზარკურობას რომლითაც შეიძლება მათ შორის რა ვიცი ოდინის იმის თორის ძმა მოიპოვოს ხო წარმატება მაგრამ რატომ არის ეს ჩვენთვის აი ამ ყველაფერს ჭირდება ეგეთი ჩაღრმავება რაც ლევანმა ისაუბრა და ბატონი აკაკი ზუსტად ჩემი ეს ამ საქმეს ემსახურება გადავიდეთ იმ ამბავზე როგორ დაიწყო ომი სანამ ომზე გადავალთ მინდა წინა სიტყვა მე თქვა ამ თემაზე რომ ერთმანეთი ჩვენ გავიცანით აქციების დროს როდესაც მეც როგორც კი გავიგე რომ ქვეყანას უჭირდა და ჭირდებოდა რაღაც გვერდში დგომა განსაკუთრებით პროპაგანდა რო იყო სერიოზული მომართული რომ უსამშობლოები, არაპატრიოტები, ევროპის გამოგზავნილები, რაღაცა უცხო ძალის აგენტები როგორც შერაცხული ვიყავით ყველანი მეც მაგალითად მოვიაზრებოდი ამაში იმიტომ რომ უკვე YouTube-ის არხი მქონდა სადაც უცხოეთიდან ფინანსდებოდი ანუ YouTube-ზე ვიღაცა $5 მიგზავნი და უცხოეთის აგენტი გამოდიხარ კანონიზებული ვიზუალურად მაგრამ უწევდა კი ანუ პირდაპირ ანუ ეს კანონი რომ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი პირდაპირ მივხვდი რომ ჩემზე მოვიდოდა ოდესმე და მეც დავიწყე აქტიურად სიალურული აქციებზე და სიმბოლურად მეკეთა ეს ჯაჭვის ჩაჩქანი მუზარადი რომლითაც დავატარებდი რომ აი ეხლა მე ესეთი რაღაცა წერულაშიანი რაღაცა მთისგენებით რაღაც ესეთი კაცი რომ დგავარ აქ ვაჩენებ რომ აი ესეთი ადამიანი ჩემნაირი კაცის თუ აქ დგას ესე იგი არ არის ეს რაღაცა უსამშობლოებთან შეკრება მაგრამ ასევე გამოვდიოდი აი ჩემ აბჯარში სრულიად გამოეწყობოდი ხოლმე რომ რაღაცა აი ხალხისთვის მომემართა რაღაცა ჯიგარში გამეღვიძა რა ხალხო ქართველნო რაღაცა ისმინეთ რაღაცა ტერი გვესხმის თავს ეს ბოროტების შემოტევა არ არის ეს მარტო პოლიტიკა ეს არის მართლა ავაზაკების და ბოროტი ძალების თავდასხმა ჩვენზე და კიდე ნამდვილად ეს სიმბოლო იყავი ჩემი აზრით აი იმ პერიოდის ყველაზე აქტიური ამ ბრძოლის კი აი ყველანაირად ვცდილობდი რომ ხალხში გამოღვიძება მქონოდა მაგრამ ძირითადად ნეგატიურია რაღაცა
ძალები, ქაჯები და ჭინკები მესხოდნენ ძირითადად თავს, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვამბობდი და ერთი რასაც ხშირად ყვებოდი ხოლმე აი ვიდეოებს რო ვიღებდი, აქტიურად რო ვიყავი ამ თემაში ჩართული, ყვებოდი ქართული მითოსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფშავ ხევსურეთის მთის ხალხის ციკლი, ესე სანამ მოყვები თვითონ აი კონტექსტს აგიხსენებთ, რომ მთის ხალხში არის ესეთი ციკლი, სისხლის წვიმის ეპოქა. ძალიან ისეთი რაღაცა ზაფრი ისეთ ხო. ეს არის რომ ისინი დროს არ აღიქვამენ როგორც რაღაცა ჯერ ეს მოხდა, ესე მოხდა, ეს მოხდა. არის მშვიდობის პერიოდი და არის ეს რაღაცა მნიშვნელოვანი მაგათი თვითგადარჩენის ეპოქები, რომელსაც ეძახიან სისხლის წვიმის ეპოქას. პირველი რამოდენიმე იყო ეს დევებთან, ქაჯებთან, ბოროტ-ძალებთან, აპოკალიფტურ ძალებთან ომი და შემდეგი ეპოქა უკვე ადამიანებში გადადის, რომ ეს ბოროტი ძალები მოდიან ადამიანის სახით. და ეს უკვე პოლიტიკურ ასპექტში გადადის და ბოლო სისხლის წვიმის ეპოქა იყო ერეკლე მეორეს ბრძოლა და აი 300 არაგველი ზუსტად ამ მისიით მოდის. ეს თვითონ 300 არაგველიც ძალიან სიმბოლური არის, იმიტომ რომ ღვთისშვილები, რომლებიც მთის მითოსის მთავარი ფიგურები არიან, ან 300 ან 365 გმირის სახით არის წარმოჩენილი, როგორც აი ძალიან მომეწონა. ეს არის ესპანელი ბატალისტის გვარად დალმაუს ნახატი, ქვია იბერიელი მხედარი და ეძღვნება დიდგორის ომს და ჩვენს ოფისში საპატიო ადგილი უკავია. და აი ესეთი აბჯარ ასხმული მეომრები, ციდან გამოგზავნილი, აი ძალიან ვიზუალურად ისეთი აღწერილები ოქროს აბჯარში და იქ ფრთები გაშლილი რაღაც ესეთი ანგელოსა და რაღაცა სკანდინავიურ მითიურ რაღაც ჩაქუჩებით ყოველას თავისი იარაღი ჰქონდა, ძირითადად სარტყავს საკეპი ეგეთი და ეს გმირები მოდიან ადამიანები რო იხსენ დევებისგან. და თვითონ სიუჟეტი როგორ მოექცა ადამიანი დევების გავლენის ქვეშ ბოლომდე არ არის აღწერილი, მაგრამ ვიცით რომ ესე იწყება, რომ ადამიანი არის დევების მონობაში. დევი მას აუბედურებს, ხრწნის, როგორც მწყემსი ექცევა, ცხვარს ისეც არ ექცევა რაღაცა დაუნდობლად იყენებს, ანუ ბატონყმური დამოკიდებულებაც არ აქვს. დევისთვის ადამიანი არის საჭმელის და გართობის საშუალება. ამიტომ ადამიანი არის ესეთ გაუბედურებაში და მჭედლობა წაართვა ადამიანებს, ცეცხლიდან მჭედლობა წაართვა ადამიანებს დევებმა. ამიტომ თუ გჭირდება გუთანი, კი, ყველაფერი წარმოების უნარი, თვითყოფადობის უნარი წაართვა და დევი არის ესეთი აი კოლონიზაცია მაგათ მიწებზე სახდება ადამიანებს შეჭამსან თუ დაიტოვებს ისეთი ექცევა. ხო. მაგრამ ისეთი აი რაღაცა ხარკის გამოტანის და რაღაცა უბრალოდ გავლენის სფეროშიც კი არა, აი უბრალოდ ადამიანებს ნელ-ნელა ანაცვლებს დევები და კაცისთვის ადგილი აღარ რჩება, მაგრამ მაინც ითმენს ამ ყველაფერს რაღაცა მთელი მონდომებით ითმენს და ესეთი საძაგელი ხარკი აქვს დევებს, რომ შენ თუ გინდა ვთქვათ გუთანი ან ბარი ან თოხი იარაღს არ გაიკეთებ. მაგრამ ესეთ სახნავი მიწაზე სამუშაო ხელსაწყო თუ გინდა, შენ უნდა გააგზავნო შენი ქალი. ეს იქნება შენი ცოლი, შენი და, შენი ქალიშვილი ან შენი დედა. და ერთ-ერთი ესეთი ოჯახი, რომელსაც გაჭირვება არის ერთი ხარი ყავთ მარტო და უნდათ რომ მიწაზე მუშაობა დაიწყო, რომ თავიანთი თავი არჩინო. და გაუშვებს ქმარი თავის ცოლს დევებთან და ერთი კვირის მერე დაბრუნდება ქალი გუთნით და ფეხებში ჩაუვარდება და ისე გამოუბედურესო, ჯობდა მოგეკალიო და თლიანად ნამუსი ახადეს, სადაც ცოტა ზდილობიანად რო ვთქვათ. და ამას ვეღარ მოითმენს, ყველაფერი აქამდე შევიწროება, გადასახლება, გაძევება, ყველაფერი უბედურება მოითმინა და ამ მომენტში ადგება და თავის ერთადერთ ხარს დაკლავს და ღმერთს, მორიგე ღმერთს, შემქმნელი სამყაროს ერთი ღმერთი არის ჩვენ მითოსში, რომელმაც შექმნა ყველაფერი სხვა. შეევედრება, რომ აი მე უკვე ყველაფერი მოვითმინე და უკვე აღარ მაქვს ამის ატანის საშუალება და ღმერთს შეევედრება ხსნას და ძალის მოცემას შეებრძოლოს როგორმე. და ამ დროს პარალელურად ამ ჩვენი მთების ფარველი სულები, ვინმეც არიან ციდან გამოგზავნილი ანგელოზები, ღვთისშვილები, 300 თუ 365 მთელი დასი შეკრებილი არის მთაზე, მთის წვერზე, როგორც ანგელოზები, უხილავი ძალა და ღმერთს ეხვეწებიან, რომ გაგიშვით ადამიანებს, რომ დავეხმაროთ, თორე
ჩვენ ხარს აღარ გწირავენ, ჩვენთან არ ლოცულობენ, ჩვენი ტაძრები მიტოვებული არის და უბედურებაში ვართ. და ჩვენც ხედავთ, ჩვენი ყმები არიან, ანუ თაში ხო ვიცით ბატონყმობა არ არის, რეალურად ბატონყმობა არის ამ სულიერი ძალების მიმართ. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომ ანუ ყმობა ხდება, ანუ არა კონკრეტულ ადამიანთან, არამედ აი ამ იდეასთან მათ შორის აი ამ სულიერ ღმერთის ხმა ხარ ფაქტიურად ან ღმერთის ანგელოზი საბოლოო ჯამში კი ღმერთის კი და ეს ჩვენი ყმები დაჩაგრულები არიან მაგრამ ღმერთი არ უშვებს სანამ ადამიანი თავის თავზე პასუხისგებლობას არ აიღებს ჩვენ შეიძლება ანუ არ უნდა რომ მხსნელად წამოვიდეს რომ აი შენ რაღაცა იმან დაგიპყრო ახლა მე დაგიპყარი და ესეთი ადამიანმა უნდა მოითხოვოს შინაგანიდან რომ განთავისუფლდეს ამ ბატონობისგან და დაიბრუნოს თავის თავისუფლება და მხოლოდ მაშინ როდესაც ეს სიმბოლურად ღატაკი კაცი ერთი ხარი ყავს და იმ ერთ ხარსაც გასწირავს მაშინ გამოუშვებს ამ თავის დას ანგელოზების რომ ჩამოფრინდნენ და აი ამოჟლიტონ დევების მოდგმა და ეს მიდის ძალიან საინტერესო ციკლები არის სხვადასხვა გმირები ზოგი ორნაირი ღვთისშვილი არის ერთი არის ზეცაში დაბადებული და მეორე მიწიდან სიკვდილის მერე ზეცაში ასული აი ჩვენთან ქრისტიანობაში ხო არის ანგელოზი რომელიც მიქაელი გაბრიელი და არიან ასევე წმინდანები როგორც წმინდა გიორგი წმინდა თეოდორე რომლებიც თავიანთი მოკვდავი გმირობით და მოკვდავი თავგანწირვით ახდენენ ისეთ ცვლილებას სამყაროში რომ იმსახურებენ მოიხსენიოთ როგორც ერთ-ერთი ჩვენი რელიგიის წმინდა წარმომადგენელი და იგივენაირად იგივე პრინციპით მუშაობს ოღონდ ყველა სოფელს და ყველა თემს ყავს თავისი მფარველი ღვთისშვილი რომელიც დღესდღეობით ზოგი გადაკეთებულია როგორც ეკლესიებად მაგრამ მაინც დღესაც მოიხსენიებენ ლოცვაში როგორც ქრისტიანულ გმირებს და წმინდანებს და ღმერთს რა თქმა უნდა მაგრამ ასევე შეაპარებენ ხოლმე შეაპარებენ ცოტა ისე ნათქვამი არის მოიხსენიებენ მათაც როგორც ჩვენი სულიერი სამყაროს ნაწილი მე მინდა გავაკეთო პატარა შეჯამება აი ამ ძალიან საინტერესო ამბის რომ თავარი მორალი ასე ვთქვათ აზრი გამოდის ის რომ შეუძლებელია შენ ჩაგვრელზე იყო დამოკიდებული და იყო ჩუმად და ბოლომდე ასე ვთქვათ უკან დაიხიო არ არსებობს ზღვარი სადაც ის გაჩერდება ის ბოლომდე არ დაგინდობს და ამიტომ თავარი არის რომ შენ გადაწყვიტო რომ იბრძოლო როგორც ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ებრძოლა თან მით უმეტეს როგორ ვითარებაში ხარი ხო მართლა ეხლა იმ დროებაში გამოხატავს ანუ თავარი სარჩო საბადებელია ხარი თუ არ ყავს მიწას ვერ ამუშავებს სათანადოდ და რჩები მშიერი და იგივეა რაც აღარ ხარ ხო ამიტომ თავარი აზრი ეგ არის რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩვენი მთელი ისტორიაც მე მგონი ეგ არის რომ არ ვუდრკებით და არ ვაღიარებთ ჩაგვრელს და მაინც მის წინააღმდეგ მივდივართ იმიტომ რომ თუ კი მიენდობი და თუ კი იტყვი რომ კარგი აბა მოდი ახლა ამას დაგითმობ მე იმას დაგითმობ ბოლოს იქამდე მიდიხარ სადაც უკვე რომ მიხვედი უკვე სირცხვილია მაგრამ ბოლოს არ გრჩება გზა თუ არა ბრძოლისა და შეწინააღმდეგებისა რა თქმა უნდა რაც არის ჩემი აზრით მთელი ქართული მითოსის და ჩვენი აზროვნების და მენტალიტეტის მთავარი განსაზღვრელი რომ ვიბრძვით რა ვიცი 300 არაგველი გვინდა თუ ბახტრიონი გვინდა თუ დიდგორი გვინდა თუ ნებისმიერი მონაკვეთი მოკლედ ამაზეა ლევან შენ თქვი და მე მაქვს 1-2 კითხვა იმდენი კითხვა გვაქვს რომ ვერ ამოვწურავთ მაგრამ ხო არა იმის თქმა მინდა და ხო ან შენი იმის გაგზელება შეჯამების კუთხე რომ ხო და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომ ჯერ თვითონ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს რომ უნდა ბრძოლა თავისუფლებისთვის და ღმერთები თუ ბედისწერა იქნება აუცილებლად დაეხმარება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო ეს იყო ხო ანუ მაყურებლისთვისაც რომ გასაგები რასაც შენ ყვები ეხა ეს ანუ ეგეც რა წყაროდან ვიცით ანუ ეს არის ჩაწერილი ზეპირ სიტყვიერებით ჩაწერილი ტექსტები არის ინტერნეტ შეგიძლიათ მოიძიოთ ანუ ეს არის ვთქვათ მანამდე ის კვლევებია გაკეთებული შეგროვებული არის გამოცემული არის თუ შენ გაქვს შეგროვებული და მეც და არის უკვე ახლა მე რა თქმა უნდა პირველი ადამიანი არა ვარ ამით რომ დაინტერესდეს ამიტომ არის შეჯამები მაგრამ ძირითადად უფრო აკადემიური ენით არის ერთ სამომავლოდ მინდა რომ ჩემი წიგნიც გამოცე სადაც უფრო ეხლა არც ან მითოლოგიას უდგებიან ან ძალიან ბავშვური ენით რომ რაღაცა იმაზე რა ქვია ზევსი ჩაეხუტა და გაუჩნდათ ჰერკულესი ან რას იქ რამდენი ეს საზაგლობები არის რაც ესეთი მნიშვნელოვანი არის ან პირიქით ზედმეტად აკადემიური ენით არის ისე რომ
აი ეს თერი დრამატიზმი, ეს დრამატურგია, ეს ამბავი არის, ხო არ არის უბრალოდ ხო? ეს რაღაც ემოციას უნდა აღზრევდა შენში. რომ ეს არის რაღაცა გმირები იბრძვიან ბოროტების წინააღმდეგ და აი შენშიც რომ დაბადოს რომ აი ბოროტი ეს არის და ბოროტი უნდა დავამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზღაპარი, როგორც ლეგენდა, მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართულ ზღაპრებზე გავზარდოთ ბავშვები, რომ ეს იმაში არის ჩადებული მორალიც, იდენტობაც, ჩვენ როგორ ვაზროვნოთ, როგორ ვჭრით პრობლემებს, როგორ უდგებით ეს ნაცარქექია ჩვენი ხერხი ჯობია ღონესა, აი ეს ელემენტები არის რაც მსოფლმხედველობას უყალიბებს ბავშვს და სამწუხაროდ დღესდღეობით ისეთ სიტუაცია შეიქმნა, რომ ეხლა მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ პოპ კულტურის და ამ ყველაფრის, მაგრამ დღევანდელმა ბავშვმა, რა ვიცი, სპაიდერმენი უფრო იცის, ვიდრე ნაცარქექია, რა ვიცი. ჩვენ ასაკშიც ეგრე იყო სამწუხაროდ და იმის წინაც ეგრე იყო და აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ეგ ამბები, რომელიც თავის დროზე რელიგიურ დონეზე იყო და მე შემორჩა აი ასე როგორც შემორჩა, სახელმძღვანელოა იმის თუ ყველა ერთს თავისი ასე ვთქვათ, ღვთაებების ქრისტიანობამდე, მაგრამ ქრისტიანობაში იგივეა ჩვენ ვინც ყავს წმინდანები, ხო, იმათ უნდა ვეზგავს ქრისტიანობის მორალიც ეგ არის, თავარი მიმბაძველობა საბოლოოდ ქრისტეს მიმართ და მანამდე კიდე ვინც ყავს წმინდა გიორგი არის იმისთვის რომ შენ დაინახო როგორ უნდა იქცეოდე, როგორი უნდა იყო და აი ეს მითოსიც სახელმძღვანელოა მათ შორის იმისი როგორ უნდა მოიქცე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ გეთანხმები რომ ბერძნებს ვიყენებ ხოლმე ყოველთვის მაგალითად, რომ ბერძნები ჩვენერად მართლმადიდებლები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ არ დაუკარგავთ პირიქით მაგათი აფიშირებასაც აკეთებენ, რომ აი ნახეთ ჩვენ ვართ იმ ძველი ბერძნული სამყაროს გაგრძელება. ეხლა პოლიტიკურად რეალურად რო შევაჯამოთ იმდენი რაღაცა გამოიარა ბერძნელმა ხალხმა საერთოდ სანამ 18 საუკუნე არ იქნებოდა ბერძნებადაც აღარ მიიჩნევდა თავს რომაელებად მიიჩნევდნენ რაღაცა ბერძნულად მოლაპარაკე აღმოსავლეთ ეს ბიზანტიის გადმონაშთი მაგრამ აი იმიტომ რომ ევროპაში ამდენად გავრცელებული იყო ბერძნული მითოლოგია საერთოდ პოლიტიკურადაც რამდენად დაეხმარნენ თუ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და შემდეგ თურქეთის წინააღმდეგ რომ საბერძნეთი გამოეყვანათ იმიტომ რომ ევროპისთვის საბერძნეთი იყო მაგათი კულტურის აკვანი რაღაც ევროპული ცივილიზაციის აკვნად მიიჩნეოდა ეს ბერძნული მითოსი და ბერძნულ მითოსს რო გადახედო ეს რეალურად არის გვიან ბრინჯაოს პერიოდის ლეგენდები რომლებიც შემორჩა და იმ სამყაროს ნაწილი ვართ ჩვენც. ანუ აი ერთ-ერთი მითოსი რასაც გვეხმარება რომ ვინ ვარ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რისი ნაწილი ვართ და აქ მითოლოგიაც გვეუბნება რომ ამ სამყაროს, ამ რაღაცა პირველ ცივილიზაციური სამყაროს ნაწილიც ვართ ჩვენ, რა თქმა უნდა ეს აღმოსავლეთი რაღაცის ცოტა შორეული მაინც ცოტა პერიოდი ბარბაროსებადაც მიგვიჩნდა, მაგრამ მაინც ეგეც უნდა ვთქვათ რომ ბერძნებისთვის და რომაელებისთვის ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი არა რომაელ ბერძენ არა ბარბაროსი ვიყავით. სადაც სასწავლებლად არ ძლევდნენ რჩევას რომ ფაზის აკადემიაში წამოსულიყვნენ მაგალითად და სხვათა შორის ბიზანტიელები მერე უკვე მახსოვს რომ ჩვენს წმინდანებს მათ შორის და ასე ვთქვათ ცნობილ მოღვაწეებს ბერებს ასე ვთქვათ ხშირად ეძახდნენ ხოლმე განათლებულ ერეტიკოსებს იმიტომ რომ ვერ თანხმდებოდნენ რაღაცებში ეს არ მახსოვს რომელი წყაროსგან მაქვს წაკითხული მაგრამ ნახდათ მახსოვს რომ ასეა და ეგეც მე ასე იყო ანუ გრძელდებოდა ქრისტიანობის დროსაც უკვე ჩვენ განათლების მხრივ არ ვიყავით ვინმეზე ჩამორჩენილი ის კი არა აღნიშნულიც გვაქვს რომ ბევრი მათ შორის ამბავია იგივე სიბრძნე ბალავარისა ქართველი ბერების მეშვეობით თაწმინდელების მეშვეობით შევიდა ევროპაში თუნდაც ხო სამწუხაროდ ბოლოს შეიცვალა ყველაფერი მონღოლების მერე. კი, ერთსაც კითხვა რადგან ბერძნულამ შევეხეთ, ანუ მან არის ასე ვთქვათ თეორიები ხო, რომ აი რაღაცა ნაწილი ასე ვთქვათ ბერძნული მითოლოგიის, ანუ ასე დახვდათ ამ ინდოევროპელებს და მათ შორის ბერძნების წინააღმდეგ მოვიდნენ და რაღაცნაირად ხო წაიღეს ნაწილი, რაც ანუ იმ ძველი ასე ვთქვათ ანატოლიელი ასე მიწათმოქმედების მიწათმოქმედებს უკვე ჰქონდათ ეს რაღაც მითოლოგია და მათ შორის დემეტრაზე არის მე რაღაცას ვკითხულობდი დემეტრა, რომელიც ზევსის და არის და მიწათმოქმედების ქალღმერთია მათ შორის ზოგადად გამსახურდია ამბობდა რომ იდეის დონეზე ავრცელებდა რომ დემეტრა დე ქართული წინსართია და დემეტრა ანუ დედას ნიშნავს ასე ვთქვათ რა შენ თუ ქსმენი თუ იზიარებ ამ თეორიას აი თვითონ ბერძნული მითოლოგია შეგვიძლია ზუსტად იქიდან შევხედოთ რომ ინდოევროპელი ჰელენები ეს დღევანდელ ბერძნებად ვინც მოვიაზრებთ ესენი არიან ინდოევროპელი ხალხი რომლებიც შემოდის უკვე არსებულ ცივილიზაციებში. ოღონდ ესენი არიან ცხენოსანი ბარბაროსები
და ნელა იპყრობენ ამ ტერიტორიებს და ამ არსებულ პოლიციებზე და ქალაქ სახელმწიფოებზე ავრცელებენ თავიანთ გავლენას და თვითონ ეს მითოლოგია მაგკუთხითაც შეიძლება შევხედოთ ბერძნული მითოლოგია, რომ ეს ცოტა მობარბაროსო განუვითარებელი ხალხისთვის ეს არსებული ქალაქები, არსებული ცივილიზაციები რამდენად ზღაპრული იყო მაგათთვის, რომ ისინი ვერც აღიქონდნენ, სულ ესე უყურებ ხოლმე, რომ ეს მართლა რაღაცა მინოტავრი იყო თუ რაღაცა აბჯარში ჩაცმული რაღაცა რქებიანი მუზარადით მეომარი, რომელიც მაგათთვის არ იყო ესეც ცნობილი, იმიტომ რომ ესენი უფრო რაღაცა ცხენზეც არ იყვნენ ესენი ამხედრებული, ფაეტონებით მოგზაურობდნენ. ხო და მერე ცხენზე ამხედრებულები რო შემოდიან, ეგენი ალირიერები თუ არ ვწდები, ეგენი უკვე კენტავრებად მიაჩნიათ ნახევრად ცხენი, ნახევრად კაცი. ეს რა თქმა უნდა მიყვარს ცოტა რაღაცა მითიური ასპექტები, მაგრამ შეგვიძლია ცოტა რეალურად არ არის მოწყვეტილი საერთოდ რეალობასთან. და აი რო შევხედოთ მაგ ბერძნულ მითოლოგიურ სამყაროს, მან ერთ-ერთი ყველაზე წარმოჩენილი არის მინოსის ცივილიზაცია. მინოსის ცივილიზაციაზე ძალიან ბევრი ნაშრომი არის გაკეთებული, იმიტომ რომ ყველაზე ძველი, აი დაფუძნებული, განვითარებული ცივილიზაცია არის ევროპის ნაწილიც, ეხლა იმ კუნძული არის ცოტა საბერძნეთის და ეხლა მაინც მიიჩნევა, რომ ევროპის აკვანი ცივილიზაციური არის მინოური ცივილიზაცია და მინოური ცივილიზაცია არ იყო ინდოევროპული, იყო ეს მიწადმოქმედთა ცივილიზაცია. მან ჰქონდათ ეს ხარის კულტი, ხართან თამაშები და მაქედან ეს მინოტავრი. და ჩვენთანაც მინდა გავავლო პარალელი რა, ჩვენც გვაქვს რეალურად ხარის კულტი, ხო? აი ზუსტად, აი ტორეადორო თუ რა ქვია მას, აი ხარს რო ეთამაშებიან. ეგეთი თამაშები ჰქონდათ მინოელებსაც. ესპანეთშიც და აი მედიტერიანულ მიწებშიც მაგას ხვდება და ჩვენთანაც არის კურობა თუ რაღაც აი პატარა ახალგაზრდა ხართან ჭიდაობა, რომელიც გაცილებით უფრო ესეთი არის, ახლა რომელი არის რაღაცა დაუფრიალა და რაღაცა ხარი გამოგედა, რომელი არის ჩაეჭიდა და ხელი წააქცია ეგეთი ესეთი ძლევამოსილი ცხოველი, მაგრამ ეს თვითონ ხარი არის, როგორც აქამდე ვთქვით, მიწადმოქმედების საწყისი, ხარი არის კულტურის სიმბოლო, რომ ეს ხარის ძალით ხნავ, აშენებ ქალაქებს და ვითარდება ცივილიზაცია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აიეტიც ალბათ ხარით მაგიტო ახნევინებს კი ბატონო, ცეცხლოვანი ხარი, იმიტომ რომ ეს ერთი ვარაუდი არის, რომ ცეცხლოვანი იმიტომ იყო, რომ ნალები ქონდა. და ნალებიც ქვიან მიწაზე ნაპერწკლებს ისროდა და აი ესე მოყოლაში და გამითიზირებაში ესე წარმოგვივიდა. მაგრამ მე გავამახვილებ, რომ აიეტი ჩვენი კოლხეთის მეფე. ნუ საბერძნულ აი ბერძნულ მითოლოგიაში ზოგადად არის სიმბოლური მეფეები, ეს რაღაც საუკუნეების, აი ისტორიოგრაფია დღეს რო გვაქვს, ეგეთი არის და აიეტი თვითონ მეფის ტიტული იქნებოდა დიდი ალბათობით, როგორც მინოელების მინოსიც მეფეს აღნიშნავს. და აიეტი და მინოსი ერთმანეთს ნათესავები არიან. ესენი არიან აიეტის და საბოლოო ჯამში ბოდიში ტროის მეფესაც ხო ენათესავებიან თუ არასწორად მახსოვს? ეხლა ზუსტად მაგათი გენეალოგია არ მახსოვს, მაგრამ ტროა უკვე ჩვენი აი ანატოლიური და ცივილიზაციის მოკავშირეები არიან. ეხლა კოლხეთი პირდაპირ არ არის ტროის ომში ნახსენები, მაგრამ ბევრი სხვა ტომი არის, რომელზეც ვარაუდოთ შეიძლება ჩვენი აი როგორც ხალიბები იყვნენ ხეთების იმპერიის ნაწილი, მაგრამ ქართლური ტომი იყო, ისე იქნებოდნენ ტროას ომშიც, მაგრამ ტროას ომის წინათაობა არის ეს ჩვენი გინდ მინოტავრის მითოსი, ან გინდ ჩვენი ოქროსაწმისის და იქ აიეტი მას ყავს და პასიფაე, რომელიც ასევე მედიასავით ძალიან ძლიერი მაგიკოსი არის და პასიფაე ცოლი არის აიეტის. ბოდიში პასიფაე ცოლი არის მინოსის და ასევე დედა არის მინოტავრის. ამიტომ შეგიძლიათ ითრაბახოთ, რომ მინოტავრი დედით მეგრელი არის. ხო, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მეფეებს შორის ქორწინება არ არის უბრალოდ ლამაზი გოგოა მომეწონა და მაგიტომ დაუკავშირდი. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ ორ სახელმწიფოს, ამ ორ ცივილიზაციას შორის იყო პოლიტიკური კავშირი. და ამასაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ მინოურ კულტურაში ქალი უფრო დომინანტური არის, ქალი არის ქურუმი, რელიგიური ძალის წარმომადგენელი. აი ძალიან ბევრი ქანდაკებები არის, ძუძუებ წარმოჩენილი ცოტა ესეთი რაღაცა დედების, ანუ ახალგაზრდა გოგოების კი არ პრინცესა მოსატაცი, არამედ
ძლიერი დედაქალი, რომელსაც გველები უჭერავს, გველი რა თქმა უნდა შხამი და მოსაწალე, მაგრამ წამალიც კეთდებოდა მისგან. და ეს გველის კულტიც ჩვენთანაც არის შემორჩენილი, რომელიც აი სახლის ფარველი ანგელოზი გველის სახით არის გამორჩენილი. და აი ეს კულტურული და ცივილიზაციური კავშირები, რომელიც ხარის კულტი, გველის კულტი, ზოგადად მიწად მოქმედება, აი ეს რაღაც ნახევრად ცხოველი, ნახევრად ეს რა ქვია, ხარი რო არის, ჩვენთანაც არის ოჩოკოჩი, რომელიც არის ნახევრად კაცი, ნახევრად თხა ან რაღაც ესეთი რქებიანი არსება. ამიტომ ესეთი აი სიმბოლური, რომელიც ასევე ტყეში დაძრწის და დაეძებს პრინცესას, ამ ტყაშმაფას, ტყის ქალი მეფე ხო, ჩვენთან ტყაშმაფა, ტყის მეფე. და ეს ასპექტი, რა თქმა უნდა, მინოსის მითში, რომ აი ლაბირინთში არის და ლაბირინთიდან უნდა გამოაღწიოს ამ გმირმა და უნდა მოიტანოს არიადნე პრინცესა, რომელიც არის იმის არიადნე, ასევე არის პასიფაეს შვილი, ანუ ოჯახი არის პასიფაე, როგორც დედა, ამ კულტურის ძალიან გავლენიანი ფიგურა. ამას ეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რატო მოყავს მინოს პასიფაე ცოლად? ანუ ერთი შეიძლება პოლიტიკური კავშირი იყოს, მაგრამ აქ უფრო კაცების ურთიერთობას სამოწევს წინ, მაგრამ ვიცით რომ მედია არის ძალიან ძლიერი ჯადოქარი, ვიცით რომ უფროსი და რომელიც ხავთ კირკე, სერსეი ინგლისურად. ის არის ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც ხდება უკვე ოდისეაში, რომ ოდისევსი და მისი ხომალდით გაჩერდება მის კუნძულზე, ეცდებიან რაღაც ბერძნულად გაუბედურებას ადგილობრივებს და კირკე გადააქცევს მათ ღორებად. და კირკე ზოგადად ხშირად ხდება ხოლმე მითოლოგიაში, როგორც აი ვინმე ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, ვისთან მივიდეთ, ვინც დაგვეხმარება ამ საქმეში. და მიდიან კირკესთან. ანუ მოყავს ეს ჯადოქრების ძლიერი რაღაც მაგიკოსი, ცოდნის პატრონი ქალი ამ უძლიერეს ანუ მინოური კულტურა და მინოსის სამეფო იყო ყველაზე ძლიერი დომინანტური გავლენა და თვითონ მითიც იმაზე არის მინოტავრის, რომ ათენადან და სხვა ჰელენისტური ქალაქ-სახელმწიფოებიდან იტაცებენ ხარკის სახით ბავშვები მიყავთ, რომ თავიანთი გავლენა აჩვენონ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი. და ეს გვიჩვენებს, რომ ამ რაღაცა კულტურის, ევროპული ცივილიზაციის აკვანი, სადაც მოაზრებული არის, რომ აი მინოური ცივილიზაცია იყო, მერე ჰელენები მოვიდნენ და გააგრძელეს ეს კულტურა და მერე რომაელებმა წაიღეს. რომაელებზეც თქვათ ერთი რაღაცა, რომ რომაელები თავიანთ მითოში ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ტროელების შთაომავლები. ანუ ბერძნების და რომაელებიც ამბობენ, რომ ამ კულტურის, ამ რაღაც უძველესი ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციიდან მოვდივართო. ენიადაში მოყოლილი არის, როგორ აი რამოდენიმე ოჯახი, რომელიც გადაურჩა ტროას განადგურებას, როგორ მიდის და სახლდება იტალიის ნახევარკუნძულზე. და ესეც გვეუბნება, რომ ესენიც ამ ჩვენი მიწადმოქმედი აგროკულტურული ცივილიზაციის ნაწილი არიან. და აი როგორ შეიძლება თქვა მე რომ ეხლა ეს ევროპა ჩვენი ოჯახის ნაწილი არა. ის ევროპა დღეს რაც არის, იმ ევროპელებზე, ამ ინდოევროპელებზეც, იმაზე შეგვიძლია ვილაპარაკო, რომ ინდოევროპელების თვითონაც ჩვენი მონათესავეები არიან. ჩვენ გაცილებით უფრო ძველი ხალხი ვართ, რომელიც არის კავშირში კიდევ უფრო ამ უძველეს ცივილიზაციამ, ამ მიწადმოქმედების რაღაცა ენეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე რომელიც იყო, რომელსაც მე ინდოევროპელები ეს ცხენზე ამხედრებულები გადაულიან, დაამხობენ, მე იქნება რკინის ხანა არის ეს უკვე ბნელი პერიოდი, რკინად ჩვენი მოგონილი არის. ძალიან ახალ ბიბლიაშიც აი ეს თუბალკაენის ამბავი და იარაღის ამბავი ძალიან საინტერესო პარალელს რა, რომელიც უბრალოდ გამაუგნებელია ხოლმე. არ ვიცი რამდენად შევძლებთ ამას კარგად აი ვეცდები ყველაფერს, აი ჩვენი ეს ანუ ეს უბრალოდ ზღაპრები ხო არ არის. ეს არის იმისთვის, რომ გავიგოთ რა როლს თამაშობთ ჩვენ ცივილიზაციაში და მე თამაშობთ კიდე აწყოში და მომავალში. და ამით მე ამას რომ დაამტკიცებ, ეხლა საბერძნეთი რა თქმა უნდა კაი კურორტი არის დასასვენებლად რაღაცა, მაგრამ ის იმპერია ხო აღარ არის, მაგრამ ყველა ევროპული ქვეყანა მას იმ მოგრძალებით ეპყრობა, რომ ეს ის საბერძნეთია. და ამ რაღაც კულტურული და რელიგიური და მითოლოგიური რაღაც ეს
გავლენა რო ქონდა მთლიანად ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებაზე, ამიტომ დიდი პატივი და მოგრძალები და ძალიან ბევრ კოჩსაც უგორებენ. ახლა ცოტა ძალიან პოლიტიკაში არ უნდა გადავიდე, მაგრამ კვიპროსი მიჩნეული არის ევროპის ნაწილად, ამ დროს აფრიკასთან უფრო ახლოს არის. იმიტომ არის კვიპროსი მიჩნეული ევროპის ნაწილად, რომ ეს არის ერთ-ერთი ბერძნული კოლონია და ბერძნული კულტურის ნაწილი, მაგრამ კვიპროსს თავისი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, არ მინდა დაუკვირდო, ეგეც უძველესი ცივილიზაცია არის. მაგრამ აი ეს გვაჩვენებს, რომ იმიტომ რომ ბერძნებთან რაღაც ახლა ბერძნების მაგაცები ვართ ხო მაგით არ გვინდა მარტო შევიდეთ ევროკავშირში და მაგიმაში, მაგრამ ჩვენ თავის ყოფნის. ის უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ამ რაღაცა უძველესი კულტურის ნაწილი და ჩვენ აი მაგათ ცნობიერებაში საქართველოს დამატებით ის კი არა რაღაცა გაჭირებულ ქვეყანას ავიყვანთ და ეს კიდევ ვიღაცა საპატრონებელი გვექნება. არა, ამ ევროპული კულტურის და იდენტების ივსება, ხო, ჩვენ ამით ვავსებთ. ამით ვაძლიერებთ. აი, რო შევაჯამოთ, ხო, რეალურად ხო რას ვამბობთ, ხო, ანუ ეს მინუსური კულტურა რეალურად ითვლება, რომ ანუ ქართული, ანუ მაშინდელი ასე ერთი ცივილიზაცია იყო, ხო, რომლის ნაწილი ჩვენ ვიყავით. დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოები არის, მაგრამ ერთი კულტურა არის. შეიძლება მათი ენა ბოლომდე გამოკვლეული არ აქვს. ქართული ენის რაღაცა მონათესავე იქნება. ახლა ბასკებზე რო ვამბობ, ბასკები არიან ევროპის მეორე ნაწილში, მაგრამ იმათთან ვიპოვეთ კავშირები, იმიტომ რომ ბასკებიც ეს უძველესი ხალხი არის, რომელმაც ახლა ერთი რო ამბობენ რომ იბერიელები არა ვართ, მაგრამ ეს არის აი როგორც ინდოევროპული კულტურა არის, რომ ინდოეთშიც არის რაღაც ამ არიანელების ენა, რელიგია, რწმენა კულტურის ელემენტები შემორჩენილი და როგორც ინგლისში და საფრანგეთში და გერმანიაში, იგივენაირად ამ მიწადმოქმედები რო წამოვიდნენ, აქედან წამოვიდნენ გენეტიკურად ზუსტად ვიცით, რომ წამოვიდნენ აი ჩვენი რაღაცა აი როგორ თქვა ანატოლია, უფრო აი კავკასიასა და ანატოლიას შორის, აი სომხეთი და აი სადაც ბიბლია ამბობს, ადამიანები წამოვიდნენო, სადაც აი ურარტოს კი არა და არარატის მთიდან წამოვიდნენ და აი ესეც აი გენეტიკაც მაგას გვეუბნება, რომ მიწადმოქმედების ცივილიზაცია, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვაში, იგივენაირად ინდოევროპელებიც კავკასიიდან მოდიან, ეს სემიტებიც მალე დავამატებ, რომ ორი თეორია არსებობს ინდოევროპელის წარმოშობაზე. ერთი არის, რომ ან ჩრდილოეთ კავკასია, მეორე ან სამხრეთ კავკასია, ანუ ყველა ვარიანტი კავკასიიდან მოდის. ყველა ვარიანტი კავკასიიდან არ არსებობს. დიდი ალბათობით ორივეს გავლენა იყო, იმიტომ რომ ეს არის ათასობით წლების მოქმედებაზე, რომ აი კულტურული ხარშვა ძირითადად ხდება აი შავი ზღვისპირეთში და მერე ვრცელდება დანარჩენებაში. ჩრდილოეთში ეს ინდოევროპელები, სამხრეთში ეს ანატოლიელი ფერმერები, რომლებმაც გაავრცელეს უკვე და აი ყველაზე ძველი მონუმენტი გობეკლი ტეპე, ამაზე კვლევა კიდე ბევრი არის საჭირო, იმიტომ რომ ბოლომდეც არ არის გათხრილი. ახალი აღმოჩენილია ფაქტობრივად. ახალი 90-იანებში არის აღმოჩენილი და ერთი მე რატომაც უფრო ნაპოვნი გათხრილი რა, ნაპოვნი кайხანია არ, მაგრამ გათხრილი არის ამ უფრო 90-იანების პერიოდში. და ის გვეუბნება, რომ ჩვენი ისტორია, რომელიც ბაბილონიდან იწყებოდა და ბაბილონური და შუმერული ცივილიზაციიდან 6000 წლის კიდე გადაწია ერთი რაღაცა 6000 ხო ძველი წელთაღრიცხვით 12000 თუ 11 აი მაგ პერიოდში არის. და აი ამ კულტურული საწყისის ერთ-ერთი შტო ვართ. ანუ ეს იმხელა რაღაცას ამბობს. კი, ანუ შევაჯამოთ ესეც და დავანახოთ ასე ვთქვათ, რას ვამბობთ, ანუ ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ერთადერთი შემორჩენილი ერი, ანუ თუ ამ მინუსური კულტურის ნაწილი რაც იყო და რომლებიც არ იყვნენ ინდოევროპელები, საუბრობდნენ სხვა ენაზე, ამ დიდი ასე ვთქვათ, შტოს ერთადერთი გადარჩენილი შტო ვართ რეალურად. ნუ სარდინიელებიც იქ და მაგათ სარდინიელებშიც ხო იქ საინტერესოა, მათ შორის ეხა კიდე კარგად ჩანს ეს დნმ-ის ანალიზები, რომ ეს არის ყველაზე მეტი მონათესავეები თურმე სარდინიაზე ყავს, აი ეს რო გიყვებოდეს G4 თუ რაღაცა ეს დნმ-ში არის ყველაზე მეტი სვანეთის შემდეგ სარდინიაზე ჩნდება.
თუმცა ენობრივად ენა არ აქვს მათ, ენა ბასკებს აქვს ზუსტად, მაგრამ გენეტიკურად არ არის რა. ანუ ის რომ ენობრივადაც და გენეტიკურადაც იმას აი სრულყოფილად გენეტიკა, ენა, კულტურა მარტო ჩვენ ვართ. და მე დავამატებდი ჩრდილოეთ კავკასიელებს ხო, ჩრდილოეთ კავკასიელები უბრალოდ მეც რო ვსაუბრობ, ცოტა როგორ იცი, სავარაუდოდ ჩვენ და ჩრდილოეთ კავკასიელების ენა ყოველ შემთხვევისთვის, ანუ სანამ ჩრდილოეთ კავკასიაში ავიდოდნენ, ანუ ეს ხო რაღაც ერთი ისინი ვიყავ მანამდეც უკვე გაიყო, იმიტომ რომ რაღაცა მსგავსებები ჩვენსა და ბასკებს შორის, რომელიც სადაც 1000 წლის წინ არის წმინდა გრამატა ენის ფილოსოფიას, რასაც ვარქვით თუ იმას ვიზავთ, რაღაცეები უფრო ბასკებთან ემთხვევა, რომ 1000 წლის წინ როდესაც გავიყოთ, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა რა თქმა უნდა ჩრდილოეთ კავკასიელებთან ბევრი დამწყება აქვს, მაგრამ რაღაცეები თითქოს იქ თუმცა რა თქმა უნდა ჩრდილოეთ კავკასიელებს ისევ და ისევ იმ უძველესი ცივილიზაციის ნაწილი არიან და ანუ საბოლოოდ შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ თუ საბერძნეთმა ბერძნულმა კულტურამ მთელ ევროპაზე მოახდინა გავლენა, ჩვენ ვართ იმ კულტურის ნაწილი, რომელიც თვითონ საბერძნეთზე მოახდინა გავლენა. აბსოლუტურად შეგვიძლია თვითონ მითოშიც ეგ არის, ანუ სადაც ჩვენი სამწუხაროდ აი ეს არის ტრაგედია, რომ კოლხეთის შესახებ მარტო ბერძნებისგან ვიცით და სხვა კულტურებისგან ვიცით, მაგრამ იქაც არის სიუჟეტი რა არის. მოდის ვიღაცა დამპყრობელი, ვიღაცა ყაჩაღი, რა მაგათი გადმოსახედა გმირი, მაგრამ ჩვენთვის ვიღაც მეკობრე, რომ მოვიდეს და ჩვენგან ცოდნა წაიღოს. ანუ სულ ყვები ხოლმე, რომ ეს ოქროს საწმისი არ არის უბრალოდ რაღაც მაგიური რაღაც რელიკვია, იქ არის ტექნოლოგია, რომ როგორ მოიპოვებენ მთის მდინარეებიდან ამ ოქროს ქვიშას, რადგანაც მთიდან რო ამოდის წყალი, თან მოაქვს მეტალების, რასაც წამოიღებს და ოქროს მოპოვების მეთოდი არის და ოქრო არის სგანძი, სიმდიდრე და ჩვენთან იმდენი უმაღლესი კოლხური ოქროს სამაჯურები და ესენი რაც გვაქვს ვანში და მსგავს არქეოლოგიურ ძეგლებში ნაპოვნი. ასევე ბრინჯაოს წარმოება. ერთი, აი, რატო როგორ ვრცელდება და რატო ვრცელდება, ვთქვათ, აი, საქართველოსთან ბასკებამდე, აი, ერთი იბერიიდან მეორე იბერიამდე, იმიტომ ქვია იბერიები ორივე ადგილს, რომ ეს არის საზღვრები ცივილიზაციის, მაგათი ბერძნულ-რომაული სამყაროს ცივილიზაციური საზღვრები. და იმასაც ვიტყვი, რომ ერთ მხარეს არის პრომეთე მიჯაჭვული, მეორე მხარეს არის ატლასი მიჯაჭვული. ხო და აი ეს ორი სამყაროს საფუძველიც აქ მითოლოგიურადაც არის ხაზგასმული. იმიტომ რომ ბრინჯაო რო აწარმოო, შენ გჭირდება როგორც თითბერი, ეს იშვიათი მეტალი არის და სპილენძი. თითბერის მოპოვება საქართველოში არ არის. ამიტომ თითბერი მოქონდათ აი ინგლისიდანაც მოქონდა Stonehenge, აი მაგალითად, ყველა ინგლისის სულ აპიარებს, ჩვენთან ყრია ეგეთი ნაგებობა ჯავახეთში განსაკუთრებით, ხო? კავკასიაში, საქართველოში განსაკუთრებით და ზოგადად კავკასიაში ყველაზე დიდი რაოდენობით და ყველაზე დიდი ვარიაციით არის ეს მეგალითურ ნაგებობებს, რასაც ვეძახით, რომელიც რეალურად არის, რომ აი იმხელა რესურსები აქვს ამ ხალხს, რომ შეუძლია ამხელა ლოდებისგან, ან იმხელა ძალა მართლა რაღაც დევების დახმარებით, რომ ააშენოს ეს ქალაქ დასახლებები, იმიტომ რომ Stonehenge იქ არის ერთი რაღაც სალოცავი წერტილი და აბულის ციხე ნახე რა არის. ქალაქები გვაქვს ეგეთი ლოდებისგან აშენებული, მაგრამ ინგლისი ყველგან პოსტერებად და სულ აპიარებს, ამ არიაჟებს, მაგრამ ინგლისში დღეს ვინც ხალხი ცხოვრობს, საერთოდ კავშირი არ აქვს, ვინც ეს Stonehenge ააშენა, იმიტომ რომ იმდენჯერ გამოიცვალა დაპყრობით პოპულაციები, რომ ის აი ზუსტად ამ ბრინჯაოს ხანის პერიოდში მაღაროები არის აღმოჩენილი, საიდანაც მოიპოვებოდა ეს თითბერი, რომ შემდეგ წამოეღოთ და აი ან საბერძნეთში ან საქართველოში ჩამოესხათ, იმიტომ რომ თვითონ ჩამოსხმის პროცესი და ბრინჯაოს წარმოების პროცესი იყო გასაიდუმლოებული ქურუმი მჭედლების მიერ. და აი ჩვენთან ეს ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული, უამრავ ძველ სამუშაო ადგილებს პოულობთ. ჩვენთან აი ეს არის მეცნიერების სამუშაო, რომ დავამტკიცოთ, რომ ბრინჯაოს წარმოების ერთ-ერთი მეთოდი მაინც ეს თითბერი ჩვენთან არ მოიპოვება, ამიტომ მოსყიდული ნაყიდი არის იქ და შემოტანილი არის. მაგრამ ჩვენთან არის გავრცელებული ჩვენებური ვარიანტი, რომელიც სხვაგანაც არის, მაგრამ მე მგონია აქედან წამოვიდა. ეს არის მარგანეცის შენადნობი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ანუ გაცილებით უფრო ძლიერი არის ვიდრე თითბერის შენადნობი. მაგრამ შხამი არის ეს მარგანეცი და ამის ჩამოდნობით და შედნობის პროცესში მჭედელი იწამლებოდა
და ამ მოწამვლის პროცესში შეიძლება რაღაცა ხედვებიც ქონდა, შეიძლება აი რელიგიური რიტუალი იყო, მაგრამ სახით ჩრდებოდა ამ პროცესით. აი ბერძნულ მითოლოგიაში არის ჰეფესტოსი, კოჭლი. ერთ-ერთი სიმპტომი ბავშვობიდანვე თუ გაქვს ამ ნივთიერებასთან კონტაქტი არის დაკოჭლება და დასახიჩრება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სკანზე და სახეზე გამონაყარე, რაღაც ჩასისხლიანებები და ჩვენ მითოლოგიაში ჩვენი მჭედელი ქურუმი და ჩვენი მჭედელი გმირი არის პირქუში და პირქუშის დამახასიათებელი ხდება ხო უხეშსახიანი რომ თვითონ ლეგენდაში არის რომ გოგოებს მოწონდათ ძალიან ისეთი ლამაზი იყო და მჭედლობას არ ასცდნენ და ღმერთ შევედრა რომ გოგოები მომაცილეო და ღმერთმა დაამახინჯა და იმის მერე გოგოები აღარ აწოდება. გამბავი არ ვიცოდი, ძალიან მაგარი პარალელია. ხო და აი ეს თვითონ ამ სიმპტომი არის ამ ჩვენი ბრინჯაოს წარმოების, რომ ეს დასახიჩრდები და თვალის დაკარგვა და რაღაც ეს ფსიქოლოგიური ეფექტებიც ეს გამოიწვევს და მჭედლობა, ეხლა აგროკულტურაზე სულ ლაპარაკობთ, რაც მართლა სალაპარაკო არის, რომ მიწადმოქმედების დიდი ნაწილი, აი ღვინის წარმოება, პურის რამოდენიმე ჯიშები, თაფლით შეიძლება, აი საქართველოში, აი სადაც ქვას გადააგდებ, იქ რაღაცა აღმოჩენას იპოვი, იმიტომ რომ აქ იყო დასახლება კაცობრიობის ერთ-ერთი პირველი. და ერთ-ერთი რასაც უნდა გაუსვათ ხაზი, ცივილიზაცია, აი პრომეთეს თვითონ მითი რასაც გეუბნება, ადამიანი ცხოველისგან იმით განსხვავდება, აქვს ცეცხლი და ცეცხლი არის გონების სიმბოლო. რომ მას შეუძლია არ იყოს ბუნებაზე და არ იყოს ღმერთების ბედზე დამოკიდებული, მაგიტომ არ უნდათ ღმერთებს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენ გაგვითანაბრდებიანო, მაგის ეშინიათ. იქ ბერძნული ღმერთები კაი ტიპები არ არიან, მაგის უნდა გაუსვათ ხაზი. რომ არ უნდათ, რომ ადამიანი უნდა იყოს სულ დაჩაგრული, მომსახურე და მისი ფუნქცია რომ მსხვერპლი შეჭეროს ღმერთს და თუ მას აქვს ცეცხლი და შეუძლია ტექნოლოგია გამოიგონოს და განვითარდეს დამოუკიდებლად, ის აღარ არის ამ ღმერთ ტირანებზე დამოკიდებული. და ამიტომ ებრძვიან პრომეთეს, რომ ცეცხლსაც წაართმევენ და მთელნიც არ მოყვები, მაგრამ პრომეთე მაგის სიმბოლო არის, რომ ადამიანებს მისცეს ცეცხლი, რითიც შემდეგ მჭედლობა და ტექნოლოგია განავითარეს და პრომეთეს კავკასიაში მიჯაჭვა არ არის უბრალოდ გაგვითი. რა თქმა უნდა, ვერც იქნებოდა, მაგრამ კი, იმიტომ რომ თვითონ ეს პრომეთეც არის წინდახედულობის ღმერთიან. ანუ გონება გამჭრიახობის და აი წინასწარო ხვდები რა მოხდება, ამის ღმერთი არის. და პრომეთეს როლი საქართველოში არის ეს სიმბოლური, რომ აი ეს ცოდნა მან ბერძემის მიხედვით დაუფერთხა ადამიანებს და მაგიტომ ბერძემისა და მიხედვით ხალიბებმა გამოიგონეს მჭედლობა ისწავლეს პრომეთესგანო. ესეთი მითის ვარიანტი არის, საიდან მოდის მეტალურგია, რკინის წარმოება მაინც. და ჩვენთან ასევე არა მარტო ბერძნულ მითოლოგიაშიც რო არ ჩავრჩეთ მარტო გადავიდეთ უფრო ჩვენთვის მიღებულ და უფრო ქართული კულტურისთვის აღიარებულ ქრისტიანულ და ქრისტიანობა რა თქმა უნდა დგას ებრაულ რწმენაწარმოდგენებზე, რომელიც მანდაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვიჭირავს, როგორც ერთ-ერთი პირველი ხალხი, თვითონ რა თქმა უნდა ყველა მიცით ნოეს კიდობანი რომ აგერ არარატის მთაზე გავჩერდა არა მარტო ებრაელები ამბობენ ამას, თვითონ ყველაზე ძველი მითი რაც ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ეს არის გილგამეშის ეპოსი. და გილგამეშის ეპოში პირდაპირ ნახსენები არის ეს ურარტუს მიწა, ურარტუს სამეფოს და არარატის მთა, რომ გილგამეში მიდის მაკეთკენ, რომ შეხვდეს უტნაპიშტუ. უტნაპიშტუ არის ნოე, ესეთ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც გადაურჩა წარღვნას. და მისი სამფლობელო არ მიწის ქვეშ და მიწის ქვეშ უნდა ჩავიდეს ჯერ ჩრდილოეთში, იქ თებში უნდა ავიდეს, რომ მერე ქვესკნელში ჩავიდეს და საინტერესოა ამ ინდოევროპულ და ყველა სხვა ცვლილებებს მართლა ჩვენ გადაურჩით. ნუ ჩვენ მარტო არ გულისხმობთ ჩვენ თავს, იგივე კავკასიელი, ან ვინც ვართ აქ აბორიგენი ხალხი რა. და ისინი ზუსტად აქ არიან, ვინც გადაურჩა წარღვნას. აქედან წამოვიდა, ეგეც საინტერესოა, რომ თვითონ ინდოევროპელებიც აქედან წამოვიდნენ. ისინიც რაღაც სხვა ადგილიდან არ მოსულან. აი თვითონ ამ ბიბლიაში ჩანს ეს პროცესი, რომ აქედან დამკვიდრდება პირველი მოდგმა ხალხის, ეს და ნოეს სამი შვილი, ჰამი, შამი და იაფეტი, ესენი არიან ამ ხალხის, ეხლა ბერძნები,
ებრაელებისთვის ნაცნობ ხალხისთვის, ვისაც იცნობენ, ეს არის თვითონ მცირე აზია, ეს და აფრიკის ჩრდილოეთი, ეგვიპტის ტერიტორია და გარიჟრაჟი შედარებით მცირე აქვს, მაგრამ აღწერენ იმ ხალხს, ვინც იცნობენ, ვინც როგორ წამოვიდა. და იაფეტი არის ევროპელების შტო. იაფეტის შვილების ძირითადი ნაწილი არის რომლებიც იქნებიან ქართველები, ბერძნები, ანატოლიელები და 1-2 არის ნახსენები მთელი დანარჩენი ევროპის წინაპრად. ხო, ესე ძალიან საინტერესო არის, რომ აი ამდენი შვილი რაღაც საქართველოს მაგალითად ერთი არის მეხვეში არის მესხეთი, ან მესხების წინაპარი, მეორე არის ტუბალი არის ჩემთვის ძალიან საინტერესო ფიგურა. თუბალ-კაენის ამბავში. თუბალ-კაენი წინათაობა არის. თუბალ-კაენი ბიბლიაში არის ნახსენები, რომ კაენის შვილიშვილი, რომელმაც მჭედლობა მოიგონა. კი ბატონო. და მისი სახელი რომ მეორდება, ეს ნიშნავს, რომ ეს პარალელი არის, ანუ ყოველთვის სახელი ვიღაცის თუ მეორდება ბიბლიაში. განადგურების იარაღი მოიგონა. კი, მაგრამ ეს იყო განადგურების იარაღი თუბალ-კაენმა მოიგონა, ანუ მანდარი გასო თუბალ-კაენ, ანუ ეს კაენის შვილი თუბალი არის და თუბალი ჩაოლებრივი, ეს არის ჩვენი წინაპარი. აი ესეც საინტერესო არის, რომ აქ ჩვენ წინაპრად არ არის ეს რაღაცა ბჭყალებში ჩასმული. და იმის წინარე ცივილიზაციის არის, რომ ეს კაენის თუბალი არის, ცუდი თუბალი. ხო და აქაც აღინიშნება, რომ თვითონ ერთ-ერთი ჩვენ ვიცით თბილისის დასახელება, რომ თბილი წყლიდან მოდის, მაგრამ მეორე ვარიანტი არის თუბალებისგან, ტომი. პირველი ქართული ერთ-ერთი ხალხის ტომი თუბალის. აქედან მოდის ერთ-ერთი ვარიანტი ეს სახელი, მაგრამ ჩვენ უფრო ვიცით შემდეგი უფრო აი სომხეთის წინ წამოწეული თეორია ჩვენ თარგამოსის შთამომავლები. თარგამოსი ეს არ არის ორიგინალი ებრაული ტექსტიდან. ეს არის ქრისტიანულ ეპოქაში რო შემოდის ამ რწმენაში, რომ ბაბილონის გოდოლის შენებას რო დაიწყებენ, მეფე ნიმროდი და მისი ხალხი ყველას თავისი როლი აქვს, რომ შენ იმას აკეთებ, ამას აკეთებ, მაგრამ თარგამოსი თავისი ოჯახით აუჯანყდება მეფე მინოს. მინოსი არის ბევრ ვერსიაში ხან კაი ტიპად არის წარმოჩენილი, რომელიც შესომაში შეიყვანეს, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო ნეგატიური ფიგურად არის წარმოჩენილი. აი თვითონ იმ ლეგენდაში თარგამოსაც ვისნობ, მისი სახელი არის ბალი. ბალი, ვიცით, კანანიტების ეს ბოროტი, მსხვერპლშეწირვის ღვთაება, რომელიც აი ძალიან ბოროტ ფიგურად არის წარმოჩენილი და არის ესეთი თეორია, თეორიის დონეზე, ძალიან ესეთი აი ხაზების გადაბმის რაღაც კონსპირაციული თეორიის დონეზე, რომ ბალი, ეს დემონი სიცოცხლეში იყო ამ ბაბილონის გოდოლის მშენებელი, რომელიც აი ნიმროდი, რომელიც ეს ფიგურა არის ბიბლიაში ძალიან ხელგაგრით ნახსენები, მაგრამ შემდეგ გარჩევებში, ბიბლიურ გარჩევებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურად არის წარმოჩენილი. და ეს ქრისტიანული სიუჟეტის მიხედვით, ეს თარგამოსი თავის ოჯახით აიყრება და წავა ამ პირველი ქალაქიდან და გზაში გამოეკიდება ნიმროდი თავისი არმიით. მაგრამ მათ დახვდებათ თარგამოსის შვილები, ქართლოსი, ნეგრელოსი, ისა ეს მთელი კავკასიის მოსახლეობის და ერთ-ერთი პირველი შვილი და ყველაზე ძლიერი შვილი, რა თქმა უნდა, სომხების ჩაწერილი არის და არის ჰაიოსი. ჰაიოსი არის თვითონ ჰაისტანს და ჰაიო როგორ ეძახიან სომხებით არის? ჰაისტანი. ხო, ჰაისტანია, თვითონ მაგიდან ჰაიესის ჰაოსის შთამომავლები ვართო. და ჰაოსი მოახერხებს და თავისი შულდისრით, სულ ქანდაკებები, აი, სომხები ჯობიან ამ იმაში ძალიან კარგად აქვთ ჰაიას თუ ჰაი, არ ვიცი როგორ ეძახიან, მაგრამ ჰაიკ რაღაც ხანისი არის ხანისი. მე მგონი თვითონ უკვე სასომხეთს ნიშნავს, ხო, თუ არსები, იმიტომ რომ კოს დაბლდება. ყოველ შემთხვევაში. ხო და ნუ აი ახლა ჩვენებურად ჰაოსი. და ქართლოსი ჰაოსი, ხო და ჰაოსი მოჭიმავს თავის რაღაც ძალიან ძლიერ შულდისარს და ისე ერთი მთიდან მეორე მთაზე მიწვდება, სადაც სულ ნახატები, ძალიან ბევრი ნახატები აქვს სომხებს ამ სცენის, რომ აი ესე ერთი მხრიდან მეორეს გოლიათს განგრინირავს. რაღაცა აი ამ დავითი და გოლიათის პარალელისავით გამოყენებული და ეს არის ისევე სომხები უფრო ჩალიჩობენ ამ მითის წინწემოწევაზე,
ვიდრე ჩვენი. ამ დროს ჩვენს მაგ მითოსის ნაწილი ვართ, ქართლოსი და მეგრელოსი და რა ვიცი, ყველა ერი, ყველა პატარ-პატარა ქალაქ სახელმწიფო და ერი საქართველოში მანდარი კავკასოსიც ყველანი მთელი დასი ოჯახის, რომელიც იქნება, მაგრამ აი ებრაულში მე რაც გითხარით, ქართველებზე არის მეჰვეში და ტუბალი ნახსენები. და ერთი კიდე უნდა აღვნიშნო, მაინც და პოლიტიკაზე და დღევანდელი პოლიტიკა ისეთი გიჟობა არის, რაღაცა რელიგიური რაღაც წინასწარმეტყველებისა და ასრულებები და რაღაც. ახლა განსაკუთრებით ამ ბოლო ხანში და მე დარწმუნებული ვარ, უფრო გაძლიერდება და ბევრს სიგიჟეს მოვისმენთ. ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ქართველებს როგორც ასეთი დიდ ძირძველი ფესვები გვაქვს, რომელიც აი ევროპული საწყისის მითოსია, ბერძნულ-რომაული მითოსიც აღნიშნავს, აგერ ებრაული და მცირე აზიური მითოსიც აღნიშნავს, ისლამურშიც ძალიან გამოხატული არის კავკასიელების როლი. აი ამაზე უნდა თქვა ერთი. აჩერებს კატასტროფას, რომელიც შეიძლება ჩრდილოეთიდან მოხდეს, ხო? აი ისლამურ ტექსტებში, მაგრამ სანამ ისლამში შევიდოდა, მანამდე იყო ასირიული მითი მეფე ალექსანდრეზე. რომ ალექსანდრე ილაშქრა კავკასიაში. ნუ ეს ისტორიულად არ დასტურდება. ამაზე ბევრი კამათი მიდის, რომ კავკასია შეიძლება სხვა ადგილად მიიჩნეოდეს და რაღაცა. მაგრამ ნუ ახლა მითისთვის თავარი ისტორიულობა არ არის, თავარი არის აზრი, რაც გადმოცემს. რომ ეს მეფე ალექსანდრე ისკანდირ ისლამურ ტექსტებში მიაწყდება სამყაროს საზღვარს. რაღაც ეს კედელი არის, უზარმაზარი მთები არის, რომელიც სამყაროს საზღვარი არის, იმის იქით არის ქაოსი და ამის იქით არის ცივილიზაცია, მაგრამ ადგილობრივები ეტყვიან, რომ ჩვენ მუდმივად გვესხმის ეს რაღაცა ბარბაროსული ძალა, იაჟუჟ და მაჟუჟ, გოგ მაგოგი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ბიბლიაში ნახსენები არიან თარგამოსის ერთ-ერთი შვილი, გოგი და მაგოგი, რომელიც არის ჩრდილოელი ხალხის წინაპარი. ჩრდილოელი ხალხის წინაპარი აქ მოიაზრება დიდი ალბათობით სკვითები. ან სარმატული რაღაც ირანული ხალხი, მომთაბარე ირანული ხალხი. მაგრამ მაგაზე ძალიან ბევრი კამათი მიდის, მე ვამბობ რუსები არიან ეგენი და ამაზე. რეალურად ისინი გახდნენ და ყველაფერი იდეაზე ის ბარბაროსული სულისკვეთება მათ მიიღეს, ისე მონღოლებში გადავიდეს, მთელი დებატები არის მაგაზე. მაგრამ ლეგენდის მიხედვით ესენი ეს რაღაც უამრავ ეს გობლინების თუ ორკების რაღაცა ხროვა, რომლებიც აი კაცჭამიები არიან, ტანსაცმელიც არ აციო თუ დაბანო არაფერი არ იციანო ცივილიზაციის, მაგრამ ესენი თუ გამოარღვევენ ამ კარიბჭეს, გაანადგურებენ ყველაფერს და მე ისკანდირმა მეფე ალექსანდრემ შეკრიბა ჯინები, რა თქმა უნდა ეს ისლამური მითოსის ნაწილი არის და ჯინებთან ერთად და ფერიებთან პარი, ეს არის უფრო ზოროასტრიული გავლენა. ჯინები უფრო არაბული სამყაროში. პარი ფერია არის. ფერი პარი ერთი საწყისიდან მოდის, ეგეც ინდოევროპული. ხო. და ამ ფერიებთან და ჯინებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხო მითოლოგია ბევრის რაღაც მიუღებელი არის, მაგრამ ესე არის მოხსენილი, რომ ამ რაღაც ჯადოსნური ძალებით მოახერხეს და თუ გაქვთ ნახე სამეფო კარის თამაშები, მანდრო არის ყინულის კედელი და იქიდან რაღაცა ყინულის რაღაცა ზომბები რომ მოდიან. იგივე აი მაქედან არის ინსპირაცია აღებული, მე როგორც ვიცი. ჯორჯ არარ მარტინმა მაგ ლეგენდიდან აიღო ზუსტად ეს ინსპირაცია. და ამ შეჯახებისას, რომ აი ეს გაეჩერებინათ, ააშენეს ეს რაღაცა ბრინჯაოსა და რკინის კარიბჭე, ეგეც ხო ვილაპარაკეთ ბრინჯაოსზე და რკინაზეც, ამიტომ ეგეც სიმბოლური არის. და სანამ ეს კედელი დგას და სანამ კავკასიელები, სანამ ქართველები იცავენ ამ მიწას, ისლამური სამყარო ხშირად ქართულ მეფეებს კარიბჭის მცველებად მოიაზრებდნენ. იმიტომ რომ ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკურის რო ეს ეხლა ჩვენი ბრალი არ არის თურქსელს ჩუკება რო გადაგვიარეს და რო დაანგრიეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი როლი იყო გამაჩერეთ მესაზღვრის ცივილიზაციის ფარველი. მოდი გავიხსენოთ ისიც, რომ ეხლა ისტორიაში გადავედით, მაგრამ სპარსელები და რომაელები შეთანხმებულად მოქმედებდნენ ჩვენ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ შეეკავებინათ მოკლედ ჩრდილოეთიდან წამოსული ხალხი. ეს
ორი დიდი იმპერია, რომელიც მუდმივად ერთმანეთში იყო დაპირისპირებული, ამ ამბავში ფინანსებს ერთად იღებდნენ, ასე ვთქვათ, რომ აქ მოკლედ ყოფილიყო გამაგრებული ჩვენ კარგადაც ვიყენებდით ხოლმე ერთი-ორჯერ ფარსმანქვეულო შემოუშვერს სკვითი ბარბაროსები და შორის რეალურად დავითმაც იგივე გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ ვახტანგს არ დასცალდა თუ ისტორიული პერსპექტივიდან შევხედავთ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოყვანა. ეს რესურსი არის რა, შეიძლება კარგად გამოიყენო, შეიძლება ცუდად გამოიყენო. ესეც მნიშვნელოვანი არის, მაგრამ რა სადამდე მივდივარ, რომ აპოკალიფტურ ტექსტში უკვე აი ძველი აღთქმის მეორედ მოსვლაზე რომ აი რასაც ახლა დღევანდელი პოლიტიკა რაზე დგას ფაქტიურად რომ ისრაელი არის მთავარი ფიგურა რომ ისრაელი იწყებს მსოფლიოსთან ომს ან ისრაელის წინააღმდეგ მოდის ომი და მანდაც არის ნახსენები რომ გოგი მაგოგიდან პრინცი თუბალის და მეშვეშის და გაბატონებული თარგამოსის ხალხზე მოდის ისრაელის გასანადგურებლად. ეს არის ძალიან პირდაპირ არის ნათქვამი რომ აი ჩვენ გვიპყრობენ ჩვენი დაპყრობა არის ერთ-ერთი წინა მორბედი ამ ბოროტი ძალების გაძლიერებისთვის იმიტომ რომ კარიბჭე უნდა გამოარღვიო და შეიძლება ეხლა ძალიან ესოთერიკაში და ძალიან რაღაცა ძალიან არ დამბრალდეს რაღაცა იმაში მაგრამ ერთ-ერთი мотиваცია რუსეთისაც საქართველოს ესე კლანჭების ჩასობა ყოველთვის იყო რომ გასავალი იყო მცირე აზიაში აქედან მაგრამ ერთ-ერთი გასავალის დანიშნულებას დასაპყრობელი და საომარი არის, ხო? კი, ნუ თუ გინდა გახვიდე ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთიდან, ეს არის ყველაზე მარტივი გასასვლელი თუ არ ჩათვლი იქ შუა აზიის თავისთავად, თუმცა იქიდან შუა აზიიდან მიდი ხო, უდაბნო უნდა გამოიაროთ გრძელი გზა. აქედან ეს ვიწრო კარგია. იქეთ გასასვლელიც, აქ გამოსასვლელიც. მაგით მინდა ერთი რაღაც დავამატო, რომ ჩვენ მრავალი როლი შეიძლება და გქონოდა და გქონდა კიდეც და ერთ-ერთი მათ შორის ამ შემთხვევაში თუ ის არის რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მომავალ ასე ვთქვათ საფრთხეს აჩერებთ და ცივილიზაცია რო არ წაილეკოს ახლა რა თქმა უნდა იდეების დონეზე ვშელობ მაგრამ რეალურად მერე პერიოდში უკვე ქრისტიანულ პერიოდში ეს გეოგრაფია შეიცვალა საფრთხის და მიუხედავად იმისა რომ კავკასიის ქედი გადაჭემულია ასე ვთქვათ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ჩვენ უკვე აქედან დასავლეთისკენ მიმავალ საფრთხესაც ვაჩერებთ და ეს არ არის რაღაცა მოგონილი ამბავი ხო ასევე რა თქმა უნდა ეს როლის ხმსაც ჰქონდა მაგრამ წოდება დიდი დამსახურება არის ჩვენი მეფისთვის იმიტომ რომ აი ესე ძალიან ცოტა ირონიულიც გამოდის რომ ისლამური სამყარო ქართველებს მოიხსენებს რომ კარიბჭის ცოლებად რომ ჩრდილოეთის ბარბაროსები შეაჩეროს და ევროპის და რომის პაპები და ევროპის ძალები მოიხსენებენ ქართველებს როგორც ისლამური ძალის შემკავებლად ანუ ჩვენ ვართ რაღაც მესაზღვრე პუნქტი რა რაღაცა ორივე მხრიდან ჩაკეტილი გვაქვს ჩაკეტილი გვაქვს იმას იქით არ უშევთ ამას აქეთ არ უშევთ მაგრამ ეხლა არ უშევთ რა ყოველთვის ცივილიზაციის გატარება იყო ოღონდ ჩვენ რადგან ეს არის და ასე ვთქვათ დამარცხებაზეა რადგანაც ჩვენი თავის შენარჩუნებაზე და ჩვენი ერთ პატარა მიწის დაცვაზე ვცდილობ რაღაც აი ლუსმანი არის თუ რაღაც ნაჯახი არის ჩასობილი რომ ჩვენი ნება არის ამ კულტურების გადაკვეთის ცენტრში. აი, როგორც აი ბრძოლის არეალის ცენტრში დაგვსა ღმერთმა, ჩვენ გადარჩენას რო ვცდილობთ ამ რაღაცა დიდი იმპერიებისთვის, ეს არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გამავალი პუნქტი და რაღაც ისეთ აი ძალიან ირონიული შეიძლება იყოს, რომ აი ამხელა იმპერიებს უწევთ საქართველოს ფეხის წამოდება ყოველთვის და აქ წვალება და აქ ბრძოლა და ვერავინ ვერ ამყარებს კარგ ურთიერთობას ჩვენთან ბრძოლით. ყოველთვის საბოლოოდ იქამდე ჭკვიანი ცივილიზაცია იქნება ეს რომი თუ იქნება ბიზანტია. სპარსეთსაც ჰქონდა თავისი გამჭრიახული მომენტები, მაგრამ იყო რომ საშინელება მოკლედ. ხო და აი უნდა კონდეს ამ ლოკაციაზე არღირ საქავრობის დაპყრობა, ჯობია მაგათთან კარგი ურთიერთობა და კარგი ურთიერთობა როგორ გაქვს, აბრეშუმის გზა მიდის, აქ იდეების სულაც მიდის და ჩვენც დიდი რესურსის პატრონები ვართ. აგერ თებიდან გინდა ბრინჯაოს ხანი და მოყოლებულ იმპერიებს ვამარაგებთ, მაგრამ სამწუხაროდ მე ისლამურ სამყაროს ჯარისკაცებით უფრო ვამარაგებდით, ვიდრე ეგეც ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენ. უდიდესი, ალბათ. მაგრამ ეგეც მაგაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ რამხელა გამოვიარეთ. ეხლა ეს ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გვინდა ხოლმე რომ რაღაც ლამაზად და კარგად და პრობლემების გარეშე წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ სოფლიო ასპარეზზე მტკივნეული რაღაცები ამოუწიოთ რომ კი, ამაზე ლაპარაკი დღესდღეობით ეხლა დაჩაგრული ქვეყნის პოლიტიკაც და სასიამოვნო არ არის რომ აიღო, მაგრამ
ნიშნულოვანი არის რომ თქვა რომ აი მაგალითად გინდა ევროპას ელაპარაკო ისლამიზაციის საფრთხეებზე პირდაპირ ეთქვა აი ეს ჩვენ გამოვიარეთ ამის მაგალითს მოგიყვანთ აი ესე კარგი ურთიერთობაც ჰქონდა დავით აღმაშენებლის პერიოდში რომ პირიქით კარგი ურთიერთობა საქართველოში რაღაცა შიიტები და სუნიტები ერთადერთი ადგილია მე მგონი სადაც მეგობრულად ცხოვრობენ მაგრამ ასევე ცუდი გამოცდილებაც ჰქონდა და აი ამ ჩვენი გამოცდილებით დაგეხმარებით და ასევე შეიძლება უფრო სოფლიო რაღაც პოლიტიკაზე რომ ანტიიმპერიალიზმზე ილაპარაკო რომ ევროპული იმპერიალიზმის გაგიცი აზიური იმპერიალიზმის და რამდენად მავნი არის ეს დამოკიდებულებები და ძალიან ბევრ მხრივ ახლა მე ჩემი YouTube-ის არხი მაქვს სადაც აი ინგლისურ ენოვან ქართულსაც ბევრი არაენა რო ყურებს მაგრამ კი ქართული არის საქმენი საგმირონია თუ დაინტერესებთ იქაც აქტიურად ავტვირთა ვიდეოებს მაგრამ ჩემი აქტიური არხი არის The Bordeaux Show სადაც ინგლისურ ენაზე ვცდილობ სოფლიოს გავაცნო ანუ შემოპარვეთ ისე რა რომ აი პირდაპირ ქართულ თემაზე რომ ლაპარაკობ ისე არ ინტერესდებია მაგრამ აი თქვათ დვორფები ხო იცით რა საინტერესო მთაში მაცხოვრებელი მეომარი ხალხი აი ქართველები იცით თქვენ რაღაც და აი ესე ნელ-ნელა ვაპარებ ჩვენს იდეას რომ დაუბრუნდეთ ასეთ ამ მეთოდთა თან ერთგვარად რომ შევაჯამოთ კიდე ხო რაღაცა იმდენი თემა ალბათ რამდენი დამჭა მე 20 წუთავი მერე რომ ჩემი შეჯამება გავაკეთო კი ხო ანუ რა მინდა იცი შენგან რომ აი შენ აი ადამიანი ხარ ალბათ ერთ-ერთი რომელიც ძალიან სიღრმისეულად იცნობს ამ ჩვენს რაღაცა კიდე ბევრი არის კიდე შესაძლებელი კი აი რა აი რაღაცა მოკლედ აი ეს შორიდან როცა უყურებ ამ ყველაფერს აი როგორი არის ქართველი ადამიანი, აი ამ ყველაფერს, აი რას გვეუბნება, ის თითეული ზღაპარი, მითი, ეპოსი, აი ზოგადად როგორ შეგიძლია შენ დაახასიათო, აი როგორები ვართ რა, აი აქედან გამომდინარე. როგორი უნდა ვიყოთ, რას გვეუბნება ჩვენი თოსი მათ შორის, კი, კი, ავტომატურად მაგ ეგ არის ყველაზე რთული კითხვა. ნამდვილად არის. ბევრს უსვამს სხვათა შორის ამ კითხვას. რომ აი ყოველთვის მოდის იქამდე, რომ აი ისტორიას რო სწავლობ საქართველოს, გიჩნდება კითხვა, რომ აი როგორ გადარჩა ეს ხალხი, როგორ მოვიდა აქამდე, როგორ გაუძლო ამ ხელა გაჭირებას. მე ამაზე ნუ ბევრი პასუხი შეიძლება მოიფიქრო ჩვენი გინდა ჩვენი მეომრული სულისკვეთება, ან გინდა ჩვენი რაღაც ესეთი მხიარული გაჭირებაშიც რაღაცა ღიმილით რო გავდივართ ამ გაჭირებას, იმიტომ რომ მომავლის იმედი გვაქვს. შეიძლება ბევრი მხრივ, მაგრამ ერთი ცოტა გადახვევასაც პატარა, მაგრამ ის უნდა თქვა, რომ რატო ჩავარდით ამდენ გაჭირებაში, ეგეც აღსანიშნავი არის რა, რომ კი, ბევრს გადაურჩით და ბევრს გაუძელით, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არც გჭირდებოდა ამდენი გაძლევა, თუ რაღაც ერთად ვიმუშავებდით, გვერდ ვიქნებოდით, ამდენი მოღალატეები არ გვეყოლებოდა, რამდენი გმირი წყავს, სამწუხაროდ იმდენივე მოღალატეც ყავს, რომელიც ამ გმირების დაღრულ სისხლს აფუჭებენ. აი რამდენი გმირი იბრძოდა თქვათ გასაბჭოების წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ რამდენი იყო მაგათ ხარეს. აი ყოველთვის მიდის საქართველოში, რაც აი მითოლოგიაში კარგად ჩანს, ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ეს არის ჩვენი სულიერი ბრძოლა. ჩვენ თავში, ჩვენ რო იმპერიებსაც რო ვეომებით, მაშინაც ჩვენ თავში გვიწევს ბრძოლა. იმიტომ რომ მოვახერხებ და შევიკრიბებით ერთ მუჭად და დავანგრევთ ყველაფერს. თუ შიდა ძალები, რომლებიც არიან მოტივირებულები, რომ ჩვენ გაგვრყვნან, დაგვშალონ, ერთმანეთს გადაგვამტერონ, ისინი გაიმარჯვებენ. აი თვითონ მითოლოგიაშიც არის ნახსენები, რომ როდესაც ღვთისმშობლებმა და ადამიანებმა მოახერხეს ამ დევების და ქაჯების დახოცვა და ქვესკნელში ჩაყრა, ბევრი ამ ბოროტი ძალის სული დარჩა ხმელეთზე. და ეხლა ეს ბოროტი ძალები სახტებიან ადამიანებში და ადამიანის სახით მოდიან. და ეს სისხლის წვიმის ეპოქა მასში გადადის მითოლოგიურიდან ისტორიულში, მაგრამ ეს არის რომ ის ბოროტი დამპყრობელი არის ის დევი, რომელიც რაღაცა მითოსურ ეპოქის პერიოდში გვესხმოდა თავს, რომელიც ასევე ბიბლიაშიც პარალელები არის მაგაზეც ცალკე ნეფლიმები და დევების პარალელებზე ბევრი შეგვიძლია ველაპარაკო, მაგრამ აქ ცოტა ამ კუთხით რომ შევხედოთ. და ჩემი აზრით ერთი ქართველი სახე არ არსებობს. ჩვენი უნიკალურობა არის რამდენად მრავალფეროვანი ვართ. ყველა კუთხე კუნჭულს თავისი ხასიათი აქვს, თავისი ბუნება აქვს და ამ ხასიათების გაერთიანებით ვახერხებ ჩვენ გამარჯვებას. ზოგი უფრო ნაცარქექი არის, ზოგი უფრო კომბლი არის, ზოგი უფრო ცისკარა არის, ზოგი უფრო ამ სხვა ხასიათებს ატარებს, იმიტომ რომ
ყველა პრობლემას ერთი კომპლექსი მოქნებით ვერ გადაჭრის. ზოგს შეიძლება ნაცარი უნდა შეაყარო თვალში, ზოგს შეიძლება სადგისით უნდა მოერიო, მაგრამ ეს ჩემი აზრით ეს ქართველების ხასიათი რაც გვაერთიანებს არის რომ გადავრჩებით, გინდა გაჭირება არის, გავიჭირებთ, ბრძოლა არის, ვიბრძოლებთ, მაგრამ ეს კულტურული და რეგიონალური მრავალფეროვნება რაც მე ძალიან მიყვარს. ეხლა ძალიან ცუდია გადაობები რომ არის რაღაცა შენი იქაური ხარ, აქაური ხარ, იმ კუთხიდან ხარ, ამ კუთხიდან ხარ. მანდ არის დამახინჯებული ვერსია იმ სილამაზის რაც ჩვენ გვაქვს, რომ ჩვენში არის გეოგრაფიული პირობებისგან, ისტორიისგან გამომდინარე ძალიან დიდი მრავალფეროვნება. აი ევოლუციას ცხოველი რო გადის, ზოგი მოერგება ჭაობს, ზოგი მოერგება მდინარეს, ზოგი მოერგება მთას. აი ჩვენს ქართველებიც, აი სულ ამით ვარ მე როგორც აი ისტორიის და კულტურის მოყვარული განცვიფრებული, რომ კი რა თქმა უნდა ამხელა ისტორია და ამხელა ის, მაგრამ ამ პატარა საქართველოში უფრო დიდი მრავალფეროვნება არის. ვიდრე ვთქვათ, აი დიდ ევროპის ნახევარზე. კი ბატონო, შეიძლება აი მეტიც იყო და არ შემორჩა. ბუნებითაც ხო ბუნებრივად ადამიანებზეც აისახება და ადამიანებს. აი ეს მრავალფეროვნება არის ძალიან ლამაზი, რომ რაღაც აი ისევ ის ნოეს კიდობნის რაღაცა ნაწილი შემორჩა აქ, აი კაცობრიობის რაღაცა ღვივე და აქედან მე ნაპერწკლებისავით გამოდის. გინდა აი სხვა ხალხი, აი გენეტიკურ კვალს ისევ აქამდე პოულობთ, რომ ევროპული რაღაც კავკასიელებსაც რო ეძახიან, კი იყო იქ რაღაცა გიჟური თეორია, მაგრამ გაარტყა მაინც, იმიტომ რომ არის აქ რაღაცა ის საწყისი, რომელიც უნდა დავაფასოთ და ამ ეხლა ეს ყველაფერი ბევრი ცოტა რაღაცები რომ მოვყევი ის მინდოდა მეჩვენებინა რომ ამაზე შეიძლება ამ ერთ მარცვალზე შეიძლება მთელი ერის იდენტობა და აზრი და ფილოსოფია დააფუძნოთ. ჩვენ ამდენი გვაქვს. მაგრამ ქართველი რო გამოდის, ღიპიანი ბიზია ჯემალა რო გამოდის და ყანც რო აწევს, რა სიტყვის ქართველები საიდან მოვდივართ? აიო, ღმერთმაო რო ყველას დაურიგაო. ეს ისტორია გვაქვს ეს უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ, ეს არის პირდაპირ კაკების ჩანერგილი. რაღაცა ბოროტი აზრი, რომლითაც აი რაც ერთ გავარჩიოთ, აი ბოლო რაც მინდა ამაზე ვილაპარაკოთ. ხო არის? ლამაზი მითები მოვყევი, თქვი, ვახსენეთ და უნდა ვთქვათ სიმახინჯეს. სიმახინჯეზე არ გვიყვარს ლაპარაკი, ყველაფერი კარგია, მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ. ამ ამბავში რომ აი ჩვენო დავლიეთო წინა დღეს და დაგვაგვიანდაო ღმერთთან შეხვედრაო რომ მივედითო და ღმერთიო გითხრა აი რატო დაიგვიანეთო ყველას დაურიგეო ჩვენ ვიწებიო და აიო შენო სადღე გრძელს სვავდითო ღმერთო შენიო და თავისთვის გადანახული მიწა ჩვენ მოგცაო რაღაც შეიძლება რაღაც მარტივი ზღაპარი შეიძლება იყოს ბევრის მაგრამ აქ არის ჩანერგილი ძალიან ბევრი პარაზიტი ძალიან ბევრი კი ერთი რომ ღმერთმა დაგიძახა და დაიგვიანა ესე იგი რამხელა ყველაზე დიდ ამაზე მეტი პასუხისმგებლობა არ შეიძლება ქონოდა და დაიგვიანე ხო აქ გიდებს ვიღაც პროპაგანდის ვიღაც ბნელი ბოროტი ძალა რომ შენ ხარ ზარმაცი და აგვიანე ჩვენი კულტურის ეხლა მეც ძალიან ისეთი ვარ რომ მეც ყველგან ვაგვიანე ჩვენ ეხლა გამოვიართ ისეთ კომუნისტური ერა სადაც განსაკუთრებით ქართველების სიზარმაცის წახალისება რეჟიმსაც აწყობდა ამიტომ კი რაღაც მომენტში შემოგვეპარა ნამდვილად მაგრამ ეს ხო აქ არის ახალი არც ძველი ვერ იქნება ვერ გადარჩებოდა ზარმაცი ქართველი აქ ფიზიკურად ზარმაცი რო იყოთ გადაშენდები სან საერთოდ ამ გაჭირება ხო ზოგადად ხა სამხრეთელში კლიმატი ხო თავის იმას იმუშავება ხა როცა მოსავალი სხვა ჩრდილოეთში როცა ძალიან პატარა ფანჯარა ქონდა რომ დაგეთესა მოგიყვანა იქ იმის საშუალება არ ქონდა რომ გადაგედო ხვალინდელ დღეზე რაღაცა სამხრეთული სიზარმაცე არ არის ეს არის ენერგიის სწორედ გადანაწილება კი შეგვიძლია ესე კი როცა სამუშაოში რომობ და როცა ისე რო გააგზავნო ხო და აი ეს შემდეგი ანუ ღმერთთან დაიგვიანა მე ღმერთთან რომ მიდიხარ ერთი რომ ყველას გადაუნაწილა მიწები და ქართველებისთვის არ დარჩა ანუ ჩვენ ვართ ბოლო ერი ვართ ანუ ბოლო ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვარ და ეს გეუბნება რომ შენ ხარ ბოლო მოსული და მე ღმერთი რო გეკითხება რატო დაიგვიანეო შენ ატყუებ შენ რომ მართლაც ამბობდა რაღაცა რომ მართლაც ამბობდა სადღე გრძელოს მაგრამ შენ იმიტომ კი არ დაიგვიანე რომ ღმერთი სადღე გრძელოს ეგ ჩანს სურპრიზად ხოლოსთან და ეგეც მაგაზე მეტყველებს რომ არ არის ეგ ნამდვილი საბაბო სხვანაირად იქნებოდა რომ ყოფილიყო რომ ცეთქვა 10-დან 1 სადღე გრძელო ღმერთისთვის მაინც შენ დალიე დათვარი და დაიგვიანე ნაცვლად იმისა რომ რაც ღმერთმა გითხრა ის გაგეკეთებინა თავიდან აი ესეთი ბოროტი აზრები არის სამწუხაროდ ჩვენში ბევრი ჩადებული
რომ რაღაც ნიჭიერი და ზარმაციერი ვართ, აი რომ მოინდომოს ქართულმა, აი ესეთი რაღაცები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდა პოლიტიკურად შევცვალოთ ხალხი, მენტალურად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულებების მიმართ, იმიტომ რომ ერთ-ერთი აი დიდად პოლიტიკაზე, არსებულ პოლიტიკაზე არ ვიცაუბრია, მეც არ მინდა დიდად შევეხო, ახლა უკვე იმდენი ქაოსი და იმდენი რაღაცები ხდება, მაგრამ რითიც უჭირავთ დღევანდელ ძალაუფლებას ეს სისტემა, არის რომ ეს კაკების თუ რაღაც ბოროტი ძალების შექმნილი სტერეოტიპი ქართველის გაშიფრული აქვს და ამ სცენარს თავიანთ პროპაგანდას ამ სცენარს ურგებენ. ზარმად რაღაც უცხოს მოშიშს ახლის მიუღებელ რაღაც ესეთ ღიპიან ჯემალას რა ჯემალებთან ბოდიში რაც ცუდად არ გამიგოთ. უბრალოდ აი ესეთი იმიჯი შექმნა და ამ იმიჯს არგებენ ყველა პროპაგანდას და როდესაც უკეთეს სახეს შესთავაზებ, აი ახალგაზრდებში არის, ჩემ თაობაში არის ხშირად ხოლმე და ჩემზე პატარებში, რომ მამების თაობას რო უყურებენ ეს სტერეოტიპულ პოსტკომუნისტარ ტრადიციებს და დამოკიდებული რომელიც ტრადიციებიც არა ეს გასკდომამდე სმა რაღაცა დგინება შეუძლებელია კი შეუძლებელია ტრადიცია სხვათა შორის მაჩ ბოდიში შეგეჭები აი ტანსაცმლის გარეშე ზედრო არაცვიათ ადამიანებს და ასე რომ პურს მიირთმევენ და ღვინოს რომ მიირთმევენ ეს არ არის ქართული დაიმახსოვრეთ ეს არ შეიძლება იყოს ქართული ამიტომ თავი შეიგავეთ ამის გათიშვამდე სმა ბევრი რაღაცეები არის აი ეს ყველაფერი შემოსული აი სულიერი დამახინჯება და ახალგაზრდა რომელიც მოდის და უყურებს ამ ყველაფერს უკუგდება აქვს მაგრამ ამას რა თქმა უნდა რატო უნდა მოგეწონოს ეს ყველაფერი მაგრამ ამ ახალგაზრდას ხშირად ვისაც ხვდები ხოლმე აქვს რომ ეს არის ქართული კულტურა და ეს სიმახინჯე ერთადერთი ეს სიმახინჯე რაც აქვს მას დანახული მისთვის მიუღებელი არის და არ უნდა ეს სიმახინჯე და გარბი სხვაგან აი გინ შეიძლება ფიზიკურად აქ იყოს მაგრამ მენტალურად სხვაგან ცხოვრობს და მერე უკვე უარეს შედეგს ვიღებთ ამასობაში მერე მიდის გადაგვარება და მერე მიდის გაუცხოება მერე მიდის თაობებს შორის გაუცხოება და მეც აი ერთი მთელი გრანდიოზული მიზანი თუ რამე შეიძლება მქონდეს არის რომ აი ეს ის დამახინჯებული რაღაცა დონეზე ჩემით რაღაც გავწმინდო რაღაცას შეუმატო და აი ეს დამოკიდებულება შევიცვალოთ იმიტომ რომ თუ მენტალიტეტს შეიცვლი შეიძლება მთლიან სამყარო შეცვალო ყველაფერი ამაზეა და შენ საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გაგიმარჯოს იმიტომ რომ ჩემი დიდი სურვილია რომ ეს ჩვენ თაობაში მოხდეს ჩვენ თაობაში მხოლოდ ამასაკს არ გულისხმობ ჩვენზე ზედგომ თაობაშიც და მომავალი მიცმოს ჩვენ ყველა ერთი თაობა ვართ ვინც ახლა მოქმედებს კი ერთი ცოტა ძალიან ნეგატიურადაც რო არ დავამთავრო პოზიტიურ სიტყვას უფროსმა თაობამ მოგიტანა თავისუფლება კი ბატონო ეხლა ჩვენი პასუხისგებლობა არის თავისუფალ საქართველოში გაჭირვებაში და სირთულეში მაგრამ მაინც თავისუფალ საქართველოში ავაშენოთ ის დაკარგული ის ვიპოვოთ ის ფესვები გავაღვივოთ ახალი სიცოცხლე დავბადოთ აჭარაში გვაქვს ეგეთი სიმღერა ჩაღმა ჩაღრილო ვენახო რომელიც არის იმაზე როგორ დაიკარგა ვენახი როგორ ეძებს მე სიმღერის მთქმელი და ბოლოს ნახავს და აღორძინებს და ვენახი საქართველოა შენ შემთხვევაში და ანუ ეს წმინდა ნინოს ჯვარი ვაზის კულტურა ამ ყველაფერს სამწუხაროდ ვეღარ შევეხეთ მაგრამ ჩვენი ეს უკვე ნაცნობი არის ხალხს და მე არ გავამახვირე ყურადღება. კი ბატონო, არ უბრალოდ დროც არ გვეყოფოდა, თორე დისიამ ვერ მოვაყოლეთ რაც. კი ბატონო, კიდე ამიტომ ამ სიმღერის არ იყოს, ბევრ აჭარელს ეცნობოდა, ეს ვენახი უკვე ნანახი გვაქვს და ეხლა უნდა აღვადგინოთ სიმღერაში ეგრე არის, აღდგენა და ჩვენ უნდა აღვადგინოთ და აღვაღორძინოთ. გეთანხმები მეც. კი, რა ვიცი, ნელ-ნელა გვიწევს სამწუხაროდ, რომ რამდენი რამ გამოგჩა ხარის კულტი მიწათმოქმედება მონადირეობა და ასე ყველაფერზე შეგვიძლია კიდე დამატოთ ისიც ხო მოკლედ ძალიან დიდი თემა არის ესეც ვაჩვენოთ რომ ამ ხელა ისტორიის და ამ ხელა კულტურის და ამდენ რაღაცა ერთიანად ვერ მოყვები რა ერთიანად ვერ ამოწურავ კი ურჩიოთ ასე თქვა მაყურებს შენს YouTube არხს ადევნონ თვალე ბევრი ესეც საინტერესო ისტორიას მოისმენენ დარწმუნებული ვარ და ხო ჩვენს რაღაცა ვეცდებით რომ კიდე რაღაც ფორმაში მაგრამ მე მგონი თემა უნდა შეავარჩიოთ ვიცით და ეხლა თემა ხონდა რომ იდეა რა არის ჩვენი და იდეაზე შევეხედი იქ აქ ბევრი გვაქვს ოღონდ ძალიან ყრედობაშიც არ უნდა გადაგვივიდეს და ესეც უნდა ვიცოდეთ ფაქტებზე დაფუძნებით ვილაპარაკოთ რა თქმა უნდა კი ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო და ხო ბევრი რამე გავიგეთ და ბევრი კიდე დავინახეთ რამდენი რამე არ ვიცით და კი ეგ არის ყველაზე მეტი აი ეს ნიშნავს რომ იმას ნიშნავს რომ აი ხო ანუ ეხლა უფრო მე ვიცით რომ ბევრი არ ვიცით ეხლა კიდე უფრო მეტი არა რას ვიცით ეგეც ამბებია კი კი
კი, დავიმშვიდობოთ, მაშინ მაყურებელს დიდი მადლობა, ვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეოს ხვებსაც, ასევე აკაკის YouTube არხები. მადლობა და დროებით. დროებით.